მე ვიცი ამ უღამე პოდკასტებს და გინდა subscribe 1 მილიონს რომ გაცდეს ხო და წარმატებებს უსურვებ ბევრს უნიჭიერეს მომღერალ და თვით თორნიკეს აგია ახლა იქნება ნაღდი ბიჭო მომაწოდე ნაღმი ბიჭო ისეთი ზახოდები მე მოვიტანე აგენტი 47 ახალი ბითი მომაქვს ბიჭო ახალი ზახოდები ერთმანეთზე მე მაქვს ბიჭო ამჭირდება ზედმეტი რაღაცეების თქმა ბიჭო ვარსად გასვლა არ მჭირდება ისე მომიტანეს ხოდები ბიჭო ახალი ზახოდები მე მაქვს გეუბნები ბიჭო მაიკი და მიდემი მომაქვს ბიჭო ვარ ვიგინები მაგრამ რაღაცა წამომცდა გეუბნები რაღაცას და ყური დაუდე მასთან დაუდევარი არის რაღაცა მასახე დაუ 222 ბიჭო ახალ ზახოდზე მე მაქვს ბიჭო არაფრიდან მოდის ეს ზედმეტი ძმაკაცი უნდა მოსულიყო და დაჩაეძინა ბიჭო მოვიწიე მერე გითხარი ახალი რა მერე გეუბნები BM800 მე ჩამომაქვს ბიჭო მანქანის მუღამი მოქვს და რაღაცას ვეძებ ზედმეტი მომიტანე აგენტები მიქირავე ბიჭო გაბიჩითე მე და ბიჭო როის მაისტერი ჭადრაკივით დამიძახე მე ბიჭო შემოვედი ბიჭო უკან გამოსვლა მინდა გამოვედი უკან ბიჭო ფრისტაილზე მე ვზივარ ბიჭო ვარ გავჩერდები არაფერი მე არ მიწევს და ფლოუებს რომ შევიცვლი ბიჭო და ვიფლობ მიზნებს და ბიჭო იბიციდან ჩამოვიტანე ნაპასები ბიჭო ხმა შევიცვალე და უფრო აუწიე მას ბიჭო ალმაზი ვითმე ნაპასი მომიტანეს ყავები რო დავილიენა ლეკიანია დღეს ბიჭო მოვიტანე იზედი რაღაცა დავანგრავ ბიჭო არ მჭირდება რაღაც ზედმეტი მე ვიბაზრე გავეშვით არი მარიში ეს ცოცხალი და ბუნებრივი იქნება ყველაფერი მაგდასო всё ეგ არის თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის ეიო ხო ვართ მანდ წითელი არენ თო ფაქტურად კურიოზია რა ესე იგი ნიკა არის თუმრად როგორ ახარ კარგად თავად როგორ გიკითხოთ მადლობა ნიკა იგივე აზრაელი ჩემი stage name heavy low end hitter-ი რავი 1000 რაღაცას სახელი მაქვს მგონი უკვე ერთ-ერთი ეშმაკის სახელია ხო თუ აი ეშმაკი არა დაცემული ანგელოზი აზრაელი რა ზოგი ეშმაკს თulis ზოგი რავი დემო ეგრე აპრავებ ხო ხა დაცემული ანგელოზი კლეოსინოს რა მოკლედ პირველ რიგში გამოიწევთ არხი დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ იმიტომ რომ როგორც ხედავთ როგორც ყოველთვის ვწვალობ ყველაფერს ჩემი თუ აკეთებ ვინც პოდის უყურებენ ხოლმე რომ ამხელა რუსთავი 2 და ამბავი გაშლილი არის TV პირველი ყავები მივირთვით და ეს ყავა თემა ტყუილა არ შემომიგდია მაგ თემაზეც გადავალთ მე ძირითადად უფრო მაკოფეს ვავ ხოლმე ოღონდ მწვანე მაკოფე რო არის ხოლმე და თემატურია მოდი ესე გავაკეთოთ ახლა თავიდან გაგვეცანი რომ მეც გაგიცნო იმიტომ რომ ესე ინტერნეტით გონდა მესენჯერით მიმოწერა და კაცმა რაღაც პროდიუსინგს ვაკეთებ ჩაწერები მიქსები იქით აქეთ ამბები და დამაინტერესდა ახლა მეთქი მოსაწვევი კაცი ხარ ამ თემაში მეთქი რა და თან ფრისტაილი პირველი ტრეკი უკვე გაირება თან სხვადასხვა ფრისტაილი იყო ის რო იცოდეთ და შემდეგი ორიც რაც იქნება ეგეც ფრისტაილი იქნება რა მოდი გაგვეცანი და ნელ-ნელა შევუბეროთ კიდე თემები რა მადლობა დიდი აგერ პირველ რიგში აქ მოწვევისთვის დიდი მადლობა აგერ ყველას მოგესალმებით ვისაც არ მოგესალმეთ და ასე შემდეგ ნუ პირველ რიგში რავი ძალიან მარტივად ვიტყვი რომ პროდიუსერი ვარ ჩემი საქმე არის პროდიუსინგი რავი არტისტიც ვარ ამასთან დამატებული მიქსინგ ინჟინერიც ვარ აუდიო ინჟინერიც ვარ და საუნდ დიზაინსაც ვიწყებ უკვე და დიჯეინგის მუღამიც მაქვს როგორც ასეთი და რა ვიცი აგერ ძალიან ბევრი ტრეკის უკან არ ვდგავარ მაგრამ ასე თუ ისე რა ტრეკების უკანაც ვდგავარ ძალიან ვამაყობ მაგ ტრეკებთან მაგალითად აგერ წვანე მაკკოფე ახსენა ჩვენმა თოკაფემ თავისთავად ჩვენმა თორნიკემ აგერ ახსენა მაკკოფე არის ჩემი პირველი ეგეთი პლეისმენტს ვეძახით რა ანუ პროდიუსინგის სამყაროში ვეძახით პლეისმენტებს ანუ რომ გაგივარდება რა ბიტი საკაიფოდ რა ვინც არის ის რომელ ტრეკზეა საუბარი მაკკოფეზე ბანის ტრეკზე არის საუბარი ვიცი ვისაც მოგწონთ ეგ ტრეკი და რავი ბიტის გისწორდება და ტრეკი თავიდან ბოლომდე მაგარია მაგრამ ბიტის უკან გავარ მარტო მე და მარტო ბიტი მაქვს აწყობილი მან და ეგ არის მხოლოდ ჩემი ნამუშევარი და ვიცი ძალიან მომწონს ძალიან მიხარია თუ მოგწონთ რა ასე თუ ისე ეგ ტრეკი ხო ბიტი რო არ ყოფილიყო ეხლა ტრეკით ვერ იქნებოდა მაგრამ ბაზარი ხო კიდე ხო და როგორც ასეთი კიდე აი სწავლობდი უნივერსიტეტში და მთელი ამბები მაგრამ მივხვდი რომ ჩემი თემა არ არის ხო და
უნივერსიტეტში რო ვიყავი და რამე მე წავედი ისლანდიაში რა და ისლანდიაში რო წავედი იქ ვაფშე სხვანაირი არტისტებთან მომიწია იქ ხო დავიწყე მუშაობა რა რაღაცა სტუდიაში ვიყავი და ასე შემდეგ რაღაცა და იქ ვაფშე სხვა სიტუაცია იყო მომიწია მუშაობა ძალიან ძიმე ჟანრებთან რა მეტალთან რაღაცა black metal-თან და რავი hardcore-ებთან და ეგეთებთან და ახლა ეგეთებს ოდესაც დაამუღამებდა როგორც ასეთი ან ოდესაც იცი როგორ გაასუფთავო ეგეთი ვოკალი და ეგეთი გიტარები და ასე შემდეგ უკვე მეთქი ბარემ რეპსს დავიწყებ თქო რა black metal-ს მიქსავ მეთქი და რეპი რატო არ უნდა გამიქსო მეთქი რა და ანუ რეპის თემა იყო ბარემ რეპსაც და მეთქი უფრო თავიდანვე რეპის თემა იყო თავიდანვე მინდოდა მაგრამ კაროჩე აი ეს პრობლემა მქონდა ადრე რა ანუ ხო ვაკეთებ მუსიკას აი 10 წელია მუსიკას ვაკეთებ რა და ტრეკებს წერ და freestyle-ს ბაზრობ 1-5 წელია რა 4-5 წელი პლუს მინუს რა და ანუ ისეთი პონტი არის რომ ხო წერ რა ტრეკებს რა და ოდესაც მიქსავ ჩემ ტრეკებს ძალიან ბანძად გამომდის ჩემი ხმის დამიქსვა რა მაგ პერიოდში ოღონდ რა და მეთქი ერთი ამის ზედაც მეთქი ხოლმე ხარ და წავედი და ვაფშე სხვებს უმიქსავდი რა ნუ სხვის ხმის დამიქსვა უფრო მევასებოდა ვიდრე ჩემის რა ხო და ასე და ერთ დღეს რო ჩამოვედი უკვე საქართველოში ისლანდიიდან მთელი ამბები რაღაცა დავჭექი კომპიუტერთან და რაღაცა მუღამი მომივიდა რა რაღაცა freestyle ჩამომიყალიბდა twin-ში რა და შემდგომ დავჭექი და ტელეფონის მიკროფონი ჩავწერე რა ტელეფონის მიკროფონი ჩავწერე და დავმიქსე მასტერე მე ნუ დავმიქსე უბრალოდ და მასტერი პატარაზე მივცხე რა და ისეთი кай ხარისხის იყო რომ ასმენი მსასწავს და ანუ სტუდიური ხარისხი გონიათ რა რეალურად რა ანუ არ არის სტუდიური ხარისხი ეგ რა ანუ რომ მქონდეს ახლა მაგალითად ასეთი მიკროფონი რომ მედოს ამ მიქსერი და მთელი ამბები ეგ ვაფშე სხვა ხარისხი გამოდის მაგრამ აი ყველაფერთან შემიძლია მუშაობა რაც არის მასალა აი ყველაფერთან შემიძლია რომ ვიმუშაო და რა ვიცი ყველასთან ძალიან სიამოვნებითი მუშაობა ეგ ტოკაფესანაც მომიწევს მუშაობა მალე ვატყობ აგენ ეჭი გვაქვს ხო ეჭი რა ზამუღამებ ნელ-ნელა ეგეთი პირი ჩანს ვა გაასორა კაი ეხა შენ თვითონ ამ რეპის თემაში როგორ დაიწყე რომ დაუშვათ როგორც ეს გასაგებია დაუშვათ ტრეკების საწყობა ინსტრუმენტალი და ასე შემდეგ მაგრამ როგორც რეპერობის თემაში რამდენი ხანია და რამდენი ტრეკი გაქვს და ასე შემდეგ რა როგორც ასეთი აი იმენა ტრეკები ჯამში 1-5-6 ტრეკი მაქვს აი ჩემი მოხდილი იმენა ოღონდ რა ერთი სტუდიაში რაც მოხდე მე All Stone სტუდიაში მუშაობდი მეგობრებო ვინც ხართ ნამყოფი ან თუ არ ხართ ნამყოფია თუ არის ვაფშე რა სტუდია არის რუსთაველზე იყო სტუდია ახლა შეჩერებული არის მუშაობა მაგრამ რუსთაველზე იყო იქვე მეტროსთან არის ძალიან ახლოს რა ახლოდიანის 19-ში ძალიან ახლოს არის მეტროსთან და ეხა აღარ არის ხო როგორც ვიცი ახლა დაკეტილი არის მაგრამ აი დარწმუნებული ვარ კიდე მოიხოდება ეგ სტუდია. ნუ შეიძლება ახლა მე აღარ ვიყო მაგ სტუდიაში, მაგრამ რომც არ ვიყო ძალიან ღირს მან მისვლა, რადგან აი შრომის მოყარე აუდიო ინჟინერი არის მან და რა ვიცი, ძალიან კაი იქნება თუ დაბრუნდება ეგ სტუდია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ეგ სტუდია და სხვათა შორის მაგ კოფე ჩემი პირველი სტუდიური ბითი არის. ვაფშე სტუდიაში რო დავჯექი პირველად ეგ ბითი ავაწყე. მაგ რომელ სტუდიაზეც იყო საუბარი, მან აწყეთ ხო მაგ კოფე. მენამ აი პირველი ბითი იყო მაგ სტუდიისა. პლუსი მან ჩაწერა ბანიმ თუ სხვა სტუდიაში გაუგზავნე. გაუგზავნე და ვაფშე ან გაუგზავნე ჯამში 1-7-8 ბითი რა და ყველა ბითი მომწონდა ამ მაგ კოფეს ბითის გარდა რა, იმიტომ რომ ჩემი პირველი drill ბითი იყო რა და რაღაცას ვუსმენ და მეთქი აი ძალიან ჭუჭყიანია რაღაცნაირი ისა ეს რა და წერს ბანიო თესლიარიო თემები ისა ეს მეთქი სიძახი მეთქი ხოვაზე ხარა და მეთქი ჩავიწერებიო მომწერა და კაი მეთქი რა მგონია რა ახლა მოუნდება 1 კვირა 2 კვირა რა ზუსტად შემდეგ დღეს ჩამიგდო ტრეკი დემო ვერსია და ვუსმენ და ძალიან გამისწორდა აი ბიტსეც როგორ შეასრულა და მთელი ამბები აი ძალიან იმენა რა ვიცი მე დავდო და ასეთი დამუშავარი იყო ბანისგან მე თუ მკითხავ რა და რა ვიცი აი რეპში როგორც შემოვედი აი ისეთი პონტი იყო აი სასტავი აგერსაც მაგაცო აგერ უბანში რო ვიყავით ხოლმე და ჩვენ პუნჩი რაღაცას რომ მოვიხოდებოდით დავდგებოდით და ერთმანეთს პროსტა შაირებს ვებაზრებოდით რა რაღაცებს და რითმები რო გამომდიოდა და ასე შემდეგ უკვე რაღაც ბითების ჩართვა დამიწყეს რა ბიჭებმა რა ტექსტების წერა დაიწყეს და თელი ამბები და მე და ჩემი ერთი ბრატი იყო ვინც კაროჩე იმენა freestyle-ში თემაში ვიყავით რა მე აი იმენა მუდამ აი იმენა სულ ერთ ჩავჯდები და გაუჩერებლად ვლაპარაკობ რა იმიტომ რომ აი ძალიან მიყვარს რა ადრე კი წიგნებსაც რო ვკითხულობდი და ასე შემდეგ სიტყვის მარაგი დამიგროვდა სავით მაგრამ რაღაც ახლა თან ინგლისურად რომ მიწევს ლაპარაკი და ასე შემდეგ სხვათა შორის მაგას ხშირად ვეკითხები ხოლმე არტისტებს რომ რამდენად საჭიროა მეთქი რომ იყო ნაკითხი მეთქი რა და განათლებული თქო რომ ტექსტები წერო თქო და კაია რომ ახსენე ახლა ეგ ახლა საინტერესო რაღაც მოიხსენია იმიტომ რომ აი ძალიან ბევრს ვიცნო აი ვაფშე აი როგორ გითხრა ერთი ფურცელი არა გადაშლილი მაგას გულისხმობ. ცუდადაც არ მინდა რომ თქვა ახლა ყველას თავიანთი ისა გვაქვს გადაწყვეტა არც მე არ გადამიშლია ბევრჯერ წიგნი, მაგრამ ანუ
როგორც ასეთი მევასებოდა რაღაც კაი წიგნი რო გაიჩიტება, წავიკითხავდი რაღაც ჩემთვის რა ისევ რა. და ანუ შესაბამისად ანუ გიყალიბდება twin-ში იცი ანუ freestyle-ის დროს ახლა ვაფშე არ ვფიქრობ რაზე ვილაპარაკებ. შეიძლება ისეთი გამაოგნებელი რაღაცა ვთქვა freestyle-ის დროს. აი ახლა ვინც freestyle-ებს და ვისაც ევასება წერა და ასე შემდეგ და ამუღამებს თუ შეიძლება ვაფშე რაღაც ძალიან პიზდეცი რაღაცა თქვა რა. ანუ ძალიან homo and shit რა ვამუღამებ რა. მაგრამ ანუ ვამუღამებ რა ისეთი პონტი არის რომ რასაც იტყვი მაგას აქ მუღამი რა, რაც წამოგწდება, აი მაგასაც მუღამი აქვს მაგარი. მაგრამ თუ არ წამოგწდება, თლად კაი არის, მაგრამ თუ წამოგწდება, არც ეგ არ არის პრობლემა, ხსაც მაგაცაში ვიზარ წამოწდომია რაღაცა რა. ხო და ეგ მომენტი არის რა. ტრეკები რამდენი გაქვს შენ თუ გაქვს? დადროპილი? ხო, დადებულ, ჩაწერილი და დადებული. ჩაწერილი უფრო ბევრია ვიდრე დადებული. ჩაწერილი უფრო ბევრია ვიდრე დადებული. დადებული არის სულ 2 ტრეკი ჩემი ან 3 ტრეკი. 3 იქნებოდა, 1 ტრეკი იყო ძალიან ადრე, ოღონდ მაგ პერიოდში ჯერ მეწერა, რა მეწერა, ვაფშე აღარც მახსოვს რამე კეტამეინ მეწერა თუ რაღაც ჯანდაბა მეწერა და იმასთან მუშაობდი, ასტრობოისთან მუშაობდი რა, ჯერ ასტრობოი არც იყვნენ, მაგრამ როგორც ასეთი ასტრობოი ჯგუფია თუ ასტრობოის იყო ჯგუფი რა, ადრე სოლონის თემაში რო იყვნენ თემები, მაგ პერიოდში აღარ მუშაობდი მე მაგათთან, მაგრამ მოიცა სოლონი, რეპერი სოლონი. აჰა. ვერე მაგათთან მოიხოდეს ფიტი ჩაწერეს რაღაცა იმ პიპის თემებზე და ხოაზე ხარ რა. და ანუ მაგათთან მიმუშავე სულ ადრე რა, ანუ სულ ადრე ჩავწერეთ ტრეკი და ერქვა სავსე, დღემდე მახსოვს მარტო დასაწყისი მახსოვს მაგ ტრეკის, მე ისევ სავსე მაქვს კალათა დღეს მივიღებ რამდენსაც მინდა ამ ტვერს და შენი ძაღლი ვისუღებს ჩესს თუ რაღაცას რაღაც ძალიან მაგარ რაღაცას ვაზრობდი და დავდროპეთ ეგ ტრეკი რა და ვაფშე პირველი ტრეკი იყო მაგის არხზე რა და ერთ ღამეში დააგროვა 1000 რაღაცა ნახვა და გამოვშტერდი რა და ვუსმენდი სულ მაგ ტრეკს და ანუ ახაც მექნებოდა ეგ ტრეკი რეალურად, მაგრამ აღარდებს მაგ არხზე რა, არ ვიცი რა უკვე ახლა არ ვიცი რა კენი მეგობრებო ან წაშალიან და არქივე რა წკენია ანუ სოლონის ტრეკი იყო თუ არა ჩემი ტრეკი იყო იმენა ჩემი ტრეკი იყო მაგ არხზე პირველი ტრეკი იყო რა ჩემი მაგრამ ისეთი ხარისხის რა პროსტა ასე მისული ხო რა პროსტა ასე რომ მოვიდე და ასე ვიბაზრო ჩავწერო არც დავადო არაფერი რა პროსტა მაინც რომ მოსესმენად რო ასწორებს რა კაი ბითი იყო რაღაცა კარგად ვლაპარაკობდი კაი ფლოუ ისე რა და მაინც მუღამი ქონდა პირველი ტრეკი რო იყო რა როგორც ასეთი რა და ახლა რო ვეღარ პოულობ მაგარი დაგრზული ვარ მაგას იმიტომ რომ ძალიან ლეგენდარული ტრეკი იქნებოდა ჩემი აზრით მაგრამ ახლა მე მიდევს ერთი ტრეკი მიდევს ჰიდრა Old Town Studios არხზე და ერთი ტრეკი მიდევს გოიარდი ქვია ეგაც ჩემ არხზე მიდევს აზრაელის არხზე Heavy Low End Hitter-ის არხზე მიდევს აიცა ჰიდრა ჯგუფი რო არის რუსთაველების ჰიდრა ტრეკს იმენ ჩემ ტრეკს ეხა უკვე რა ხდება ჰიდრა არის ბათუმელი რეპერი არის მოკითხვა პოდკასტზე ჩავწერე და რუსთაველი რეპერები არიან კიდე არის ჯგუფი ჰიდრა და მონწერე სიმდღეს რომ ჩაგიწერიაო ჰიდრაო ბათუმელიცო და მეთქი ხა ჰიდრა რო ახსენე მეთქი ან იმასთან აქ შეხება ან ამასთან და ჰიდრა თვითონ ის მითიური არსება მევასება მაგრამ ეგერი პირველად სიმართლე გითხრა მაგრამ დარწმუნებული ვარ რა ვიცი აი ძალიან ბევრთან მინდა მუშაობა რა ანუ ძალიან ბევრ არტისტთან რა აი ვაფშე არტისტ თუ მონდომებია ჩემთან მუშაობა უარი არ მithქონს ან რაღაც ფინანსების თემაც არ არის და რაღაც ეგეთი რა ანუ ისეთი პონტია მევასება ძალიან მუშაობა და ბიჭებს მოუნდათ ჩემთან მუშაობა პრობლემა არ არის ყველასთან მიმუშავებ ძალიან მშვენივრად რა ვიცი ყველას ვოკალებს აუმიქსავ ყველას აუწყობ ბიტებს რა ყველაფერი შეძლებს და გვარ ფიტებზეც გავიჩიტები თუ იქნება საჭირო ყველას აუწყობს ბიტებს ყველას გაგახიტებთ თმა ვარ ზერსკი რაღაც გაიჩიტა თან პროდიუსერი და თან არტისტი უნივერსალურის მისმე მიზანი ვარ უნივერსალურად ვუდგები საქმეს შეუდექი ახალი ზახოდი მაქვს ბიჭო ისეთი ბითი არის მე მუღამი მომაქვს ბიჭო ახალი არის ამიტომაც მე არ დავწერ ბიჭო მაიკთან დამაყენე ახალ ტრეკსაც მე ჩავწერ ალბომის მუღამი მქონდეს ბიჭო დავადუღებდე ბიჭო ძმაკაცი მყავდეს უკან მე მოვიგიხავდე შუბლი იმხელა ბიჭო ჭადრაკსებს მე ვითამაშებ ბიჭო არ გავდისავარავის მაგრამ ბევრს ვახსენებ ბიჭო ბევრი ნაბოზარი რაღაცას მეკითხება პასუხს არც ერთ გავაგონებ არ მომეკითხებოდა ბიჭო ძაღლი მომიყვანე კანე კოსო მომინდა ბიჭო დაბარქმევ ხალხს ბიჭო იმხელა გაიზარდა ყველანაირი თემა მე twin-ში რომ მომივიდა არც ერთი გამო მეპარა და გამაზვის მუღამი მაქვს გამაზვის მუღამი მქონდეს მაინც რომ არ გავმაზავ იმიტომ რომ ყველა რითმა ჩაუსმელი გაიდა გაიჩიტე დასასმელი ბიჭო გეუბნები მასნელი ბითი არის სწრაფი ხოდით მე აქ რომ მომაქვს ბიჭო გეუბნები რაღაც ზედმეტი ზახოდია მაგრამ რა მინდა ზედმეტი ჩემი ხოდი მომინდა ჩემი არის ხოლოდ ბიჭო სხვისი რა უნდა იყოს მოვიხოდეთ
ხედოს ბიჭო მომინდეს სახოდი მოვიდეს ფული იმდენი რომ ვეღარც კი დავთვალო ბიჭო იმდენი არის ევრო დოლარში მოდის ბიჭო მერე პრომაქსივით ნაშა რომ გამომხედავს ბიჭო მე არ შევხედავს კიდე გამისორდება გახურდი გეკონა მაგრამ სულ არ გავხურებულ ვარ გადატანის დრო მოდის მე მინდა რომ შემოვიტანო ხოდი მე არ მინდა გავმაზო იმიტომ რომ ჩავატევ მოვიხოდეთ ბიჭები იმისთვის დავიფროსი ვცე დავიყარი მე მოვიტანე ახალი წრე ბიჭო სულ რომ მომინდეს რაღაცას მე ბიკისრებ სულ რომ არ ბიკისრო რაღაცას მე დავტოვე ბალი კვალი ისეთი სხვაში რომ ვერ არა თან შენი ხა პაცტავკაზე არის და მშვენივრად არის და რომ გაახო გამოვარხევ ხანდახან ხო პატარა შიშინები თუ იყო ჩემი მიკროფონის ამბავი არის მიკროფონის არა მეორე მიკროფონიც ატრაკებდა და გავიყო всё კარგად შერჭობა უნდა მომენტებში რა ცოტა უძდებლად გიჟღერს მაგრამ კაი PvP-ს თემაზე თუ გიცდია მაგალითად გასვლა ან რას ფიქრობ მაგ თემაზე იმიტომ რომ ძირითადად რო უყურებენ ხოლმე ხა ეს ჩემი გამომწერებით ეგრევე ჩამჯდები არიან ხოლმე და კითხვებიც ეგეთი მოდის ხოლმე რომ აი ათეული შენი შეადგინე აბა ვინ რა როგორ ანაირად და როგორ უყურებ ზოგადად მაგ თემას მოკლედ აი PvP აი ძალიან კაი ის არის რა ქვია აი PvP არის ძალიან კაი პლატფორმა იმისთვის თუ გინდა რომ დაგინახონ რა როგორც ასეთი აი თუ გინდა რომ შეგამჩნიონ PvP ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს მაგისას რა დამწყებ არტისტებს რა მაგრამ აი პირობითად ახლა მე თუ მკითხავ მე მაგალითად არ მაქვს მუღამი რომ გავიდე რა იმ პონჩი რომ battle rapper-ი არ ვარ პირველ რიგში და მეორე კიდე აი რაღაცნაირი ისა მაქვს რა მომენტი მაქვს რაღაცნაირი ახლა რო ვიდგე ტიპთან ახლა მე просто პრინციპული თემა მაქვს რა ვერ ვიდგები ტიპთან და ვერ დავაჯვევინებ ჩემთვის ეგრე რა რომელი წლიანი ხარ შენ? 2004-იანი ვარ. ნო, მიუხედავად მაგისა, ხო ჩვენ ახლა მაინც 40 წლის ხალხი ვართ და ძველი თაობა ვინცავთ, ესე ვფიქრობ. ანუ ახალ თაობაში წარი ვინც ესე ფიქრობს. არა, მე მართლა არ შემიძლია. ანუ იქ საზმაკაცშიც აი რო ვიხოდებოდით ეგრე და ანუ ერთმანეთს აი ვაჯვამდით რომ ვამბობთ ახლა ეგ ახლა შინაურულ თემაში რა. თორე ახლა ვაფშე თავის ახლა უცხოები არ არიან ერთმანეთს ახლა რო დგებიან ეგრე, დგებიან და ეგეთ პერფორმანს დებენ რა. ვაზ ახლა ჩვენთვის ახლა საყურებლად ახლა მე რო ვუყურებ და შენ რო ვუყურებ ძალიან გვისურდება რა. ძალიან მაგარი არის რა. просто მთელი პროცესი არის რა მაგის უკან რა. ჯერ ანუ გაუნა გაემზადო. ვაზ ახლა ჯერ უნდა იცოდე შენ ოპონენტს იცნობდე. მე კიდე აიმდენ დროს არ მგონია რომ დაუთმოდეს მე ადამიანს რომ მაგდენ ინფორმაცია მოვიპოვო ადამიანზე. მე კიდე ანუ ის პონტი ახლა ტიპს ახლა ჩანზერსკი ვერსი რო კონდეს და მაგარი რო შემისრულოს ახლა ჩემ მოტანილ ბიტზე მაგარი გამიტყდება ხო აზე ხარ და მირჩევნია ასე ჯიგრულად ჩემ პონჩი ვიყო არავის არ ვებეთლავები არავის არ იმას შვები მაგრამ ვაკვირდები ამ თემას რა ახლა ტოპ 5 და ტოპ 10 ახლა მაგდენი რეპერი სულ არ ვიცი სიმართლე გითხრა გამ ბევრს აიმენა პროსტა გამიზმულად არ უსმენ რა ბევრს იმენა არ უსმენ მაგრამ აი ვისაც უსმენ მე ვასებიან რა ახლა ამ სეზონზე ვინ გამოდიან ვაფშე ზოგი ვაფშე ახალი გამოდის მე მგონი ეხლა რო იწყება ეხლა რო იწყება ძველებიდან არიან კამი კონტრა თაირო და მე მგონი დანარჩენი ახლები არიან როგორც ვიცი. ხო, მეც ეგრე ვიცი, რომ ძირთად ახლები არიან. ხო და რავი, აი ყველას წარმატებები აგერ ახლები თუ ვეტეს ვინც ხართ. თქვენ პირველ რიგში თქვენ წარმატებები, იმიტომ რომ და უაჭველი კაი რაღაცა უნდა ნახოთ რა, ახლა ეს ახალი ზოგადად შე რომელი მოგწონს უფრო დაუშვეს ბიტზე რო არის თუ ბიტის გარეშე, აკაპელა უფრო მოგწონს. ხო, ბიტზე ხო? ბიტზე უფრო მევასება. მოსასმენათაც კაია და ისე ხო. просто უყურე, აი თვითონ ბიტსაც გააჩნია რა, ხო, უყურე, თუ ახლა ბიტი არის kinda whack, ანუ თლად რო ვერ არის რა, მოხოდილი ბიტი, მირჩევნია ვაფშე ანუ ბიტი არ იყოს და ისე იბაზროს ტიპმა რა, მაგრამ ანუ მანდ უკვე სხვა თემები მუშაობს, ახლა როდესაც ანუ აკაპელა არის просто პანჩებზე არის და მთელ ამბებზე, მანდ უკვე ანუ ბიტი არც უნდა გჭირდებოდეს, არც უნდა გადიოდეს აბითო იმაზე რა, ანუ BPM-ზე არ უნდა გადიოდე რა, მაგრამ აი BPM-ს ისა აქვს მუღამი, რომ ჯერ ეგერთი აი ენერგიას რასაც დებ რა, ახლა მაგალითად ბიტში მე როდესაც ვაწყობ ბიტს რა, ყველაფერი ემოცია მოდის ბასიდან რა, ანუ ემოცია როდესაც დებ, ანუ აგრესიას რო დებ შიგნით და ასე შემდეგ და მე ანუ იმენა გამიზნულად საბეთლაოდ როდესაც ხარ მისული, მე უკვე ყველაფერი იმაშება რა. აი როგორც ასე არის, მე ედება ზევიდან ფუნდამენტი ასე იმაშება რა, სრულდება რა და მაგრა დასწორებს ეგ მომენტი რა, ანუ იმენა როდესაც იცი რა ტიპი მივა და ახლა მე მაგას დააჯვამს ხვაზე ხარ რა. აი მაგას აქვს მუღამი რეალურად რა. თორე რომ მივიდე ახლა მე და აი კაი ახლა არტისტი ვარ თქვა და მივალ და აუ მეთქი ახლა რაღაცა რომ დამაჯოს მაგარი გამიტყდება ხვაზე ხარ რა. ამდენი ხალხი არის და მე რა მოუფიქრო ხვაზე ხარ თემები და მე უეჭველ ფრისტაილში რაღაცას ვიბაზრებ და თემები და ხვაზე ხარ. მაგრამ ძალიან მევასება რა, ანუ PvP-ს საღოლცვეთში რა. აი ქართველი რეპერებიდან მაგალითად აი old school-იდან და ასე შემდეგ აი ვინ გევასება მაგალითად და პირველი ვინ იყო ვინც მოусმინე პირველი ვაფშე ქართველი რეპერებიდან აუ ჩემთვის იყო
ძალიან ადრე, აი ვაფშე ბავშვი ვარ, აი არც ვიცი ქართველებს მომღერალი ყავს, არ ყავს, კაროჩე მე რეპერი ყავს, არ ყავს აზზე არ ვარ და ჩავწყე რაღაც ქართული რეპი ხო ასე ხარა და ამომიგდო ის ტრეკი ბიჭო და მოვიწყდა. სიყვარულზე რო არის რა. ძალიან ძველი ტრეკი არის დამავიწყდა რა. ჯუჯების არის ყო. ბუბა ხო? ბოლო წერილი. ხო, ბოლო წერილი. კაროჩე მაგას მოусმინე და მეთქი საღოლ რითმები გააზრდა. სხვათა შორის მაგარი დამთხევა არის, წინა პოდკასტი იყო ჯუჯების და შეგიძლიათ გადახვიდეთ უყუროთ და მაგ თემებზე ბევრი ვისაუბროთ. მოკითხვა ჯუჯებს. საღოლ იმენა მაგათმა დემონსტრაცია გააკეთეს შემთთვის რა როგორც ასე. პირველი ტრეკი იყო, ესე იგი, ვისაც მოусმინე პროცესად, პირველი ეპერი იყო ბუბა. იმენა ეგ იყო პირველი ტრეკი, რაც მოვისმინე და აი იმენა ვისაც ჩაუჯექი და იმენა ვუსმენდი და მაგრამ მევასებოდა და მომანდომა რომ ჩამეწერა ტრეკები ქართველი არტისტებიდან არ მოვიტყვები და იყო ფულა კაროჩე იმენა ადრე მევასებოდა ფულა თან ჩემი უბნელი იყო ფულა და მაგრამ მევასე რამდენჯერაც ხდებოდა ხოლმე რაღაც სულ ფოტოებს ვიღებდი 1-6 ფოტო მქონდა ფულასთან გადაღებული ბავშვობაში და ხო რავი ისეთი ჭკვიანი კაცი და რა ვიცი ისეთი კაი ბითები ტრეკები რავი ყველაფერი ერთად რა მაგრამ მომწონდა რა მუშევრები და მომინდა რა მეც როგორც ასეთი თორე აი ქართველებიდან აი არც ბევრს არ უსმენ არც ცოტას არ უსმენ რა ხანდახან აი მაქვს მუღამი რომ მეთქე ქართველებს მოусვინ ჩემებს მოусვინ აი ლუნას მოусვინო მაგალითად აი მეთქე ბანის რამდენიმე ტრეკი მევასება მაგალითად ბანის ჩაუჯდები ტახას აი ბოლო რამდენიმე ტრეკი არის იმენა ეხა ბოლო რო დადო ნახე ტახამ ეგ ბოლო რო დადო გუშინ დადო ხო ხო ახალი არის აქ ხო ვაფშე ახალი არის და ჯერ არ მომისმენია იმიტომ რომ ჯერ რაღაცა 2-3 დღის წინ დადო მე მგონია იმიტომ რომ ჯერ რაღაცა სახლში ისეთი მომენტი მაქვს რა ძალიან ვერნაირი დინამიკები მაქვს რა და ანუ ოთახი მაქვს პატარა რა ვერ ვატევ რა ანუ ამ ხელა დინამიკებს ვერ ვატევ რა გამაძლიერებლიანად და ყველაფრიანად რა და ანუ მირჩევნია რომ იმენა კაი გემოზე მოусმინო ან მანქანაში ჩავჯდე და მოусმინო ვიდრე ყურსასმენებში და რაღაცა პატარა ქოქბლოკი მომივიდეს რა ხო ასე მომენტში რომ ვერ გავისწორო რა მეთქე პასმა ვერ დამარტყა იმ მომენტში რა მე ეგეთი რადგან ყურსასმენებში მოსმენე არ მისწორდება მიპირადად რა მაგარი არ მევასება ყურსასმენებში მე მიწევს ხო შენ გიწევს იმას ფიჩერი ბეც რომ მომიწია ეს რომ მომიწევს მომიწია რამე თუ ძეროთ გადაარსა და უკვე იცი რა შვენი ერთი მოიცა ერთი იქ შევხედო ერთი სამი არ გავიჭედოთ აბა ჩვენებად მივიდივართ ჯუმი ყავს რომ საუბრობენ და ლასკაპუც და მოსაგრეჯი რო არ არის გაქ ხოლმე ეგეთი მომენტები მე ხო ცდილობ რომ ძალიან ბევრი არ ვილაპარაკო კაია და ხოშიანთად შემოდის ხმაზე ზოგი არის რომ მართლა პლასკაპუცით გიწევს ამ მოკაჩო რომ აი რაღაცა შეეკითხები და მოკლედ გაგცემს პასუხს და მე უნდა იფიქრო ახლა აბა ეგრე არა აქვს მოხან პოდკასტია ბაზრობთ ორივე პოდკასტი არის პოდკასტი აუ ყველას გონი ვარ მეგრელი და მაგარი მორტალი მომენტია მევასებია მეგრელები საჭემი და ხევერსას მაკაც ვარიან მეგრელები რა და ტაქსისთან როდესაც ტაქსისტებს სულ ელაპარაკები აი შანსი არ არის ტაქსისთან ვარ მომიწიოს ლაპარაკი რა დაუჯდები და მეთქენ თელი დღე ამუშავა ეგეთი დაიღალე ანა მე ეგეთი ტაქსით რომ მოხვედი გქონდათ ეგ საუბრები ხო არც ქართული იცოდა არც ინგლისური არც რუსული რა ვიცი ტაჯიკი იყო და მეთქენ ტაჯიკური ენა ეგენა არ ვიცი სამწუხაროდ 4 ენა ვიცი მაგრამ ეგენა არ ვიცი და ვერ შევუძლო მაგაზე რას ფიქრობ რაზე რომ აი ძირითადად უცხოლებიან დელივერებში და მთელი თან არც გზაიციან, არც ენაიციან. არც ისე აქ დარტნამუსი. აი, უყურეთ ძალიან გამაღიზიანებელი არის. აი, ძალიან გამაღიზიანებელი, აი ჯერ აი მე ხო უცხო ქვეყანაში ხო ვარ და მე ხო ვარ უცხოელი რა. ეზიზღებათ ინგლისურად რო ველაპარაკები ხალხს რა, ანუ ისლანდიაში რო ცხოვრობდი და რამე ეზიზღებოდათ რა, ანუ ინგლისურად ხმას რო ვიღებდი, თან ანუ შემოხედავ გონი ვარ ისლანდიელი და მოდიან ისლანდიურად მისყებენ ლაპარაკს. ანუ აქაც ახლა ესეთი მომენტი არის ყველასთან ქართულად ვიწყებ რა, ანუ თქვა და შევხედო ტიპს და ეგრევე რაღაც ჩემი ასამფშენები გავაკეთო რომ მეთქე უცხოელია თქო რაღაც ცოტა მერე ჩემ ხო მაგრამ იქ რო იძახებ ხო წერია და უშუალოდ ქართველი სახელი ხო და ეგეც ძალიან მურტალი მომენტი არის რადგან წინაზე რა ძალიან ბევრჯერ მქონდა უცხოური სახელი აქ ტიპს და რაღაც ქართულად მებაზრება იმენა რა რაღაცა რა ვახარო ძმაო რაღაცა თემები რაღაც დამხარა აქეთ შეგარცხვენა ხო რა აქეთ მეთქი რაღაც შენ ხარ მე ვარ ქართველი თუ შენ მოდი ხარ რა მაგრამ აი უმეტესობა აი ვინც იმენ გაგნებაში არ არის აი პირობითად აი ხო გამოვიძახე რაღაცა შაურმის მუღამი მაგარ რამე ეგეთი რა და მოვიდა შაურმა ტიპი მირეკავს და რაღაცა ინდური აქცენტი მესმის რა ხორთული გასარჩევი აქცენტი არის და თან ინდოელი რო ლაპარაკობს ინგლისურად ვაფშე ისეთ მოსასპენია ხო ძალიან მურტალი არის და წესიარადაც რო არის ეგ ინგლისური რა ანუ ეგ არის რა ძალიან სუდი მომენტი რო ანუ
ვერ გააგებინებ, ანუ ვერ აუხსნი რომ მეთქი შემოდის აზერბაიჯანში, აგერ ლიფტი გამოიძახი, 10 თეთრი უნდა, 20 თეთრი უნდა. ჩააგდე, ამოდი, დამელოდე, გამოვალ, გამოგართმევ, არა? ან მანდიყავი მე მაინ ჩამოვა. მეუბნები, I will put down here and you will take it, ანუ ხო, მეუბნება იმენა ვაფშე შუა ქუჩაში დავდებოდა, ის ჩამოდი და აიღეო რა. რა აკონდი. ხო, ეგ წინა იმას ვამბობ რა, ანუ ვაფშე ბოლო იმეზე, ბოლო რამდენიმე გამოძახებაზე და ანუ ეგეც ახლა რეაქცია უნდა მქონდეს იასნია რომ გამიტყდება და არ გამისწორდება რა. და ანუ ეგეთი სიტუაცია თუ არ არის კიდე არ აუშავს ანუ ეგენიც ახლა ადამიანები არიან უნდა ახლა დელივერიში მუშაობ მარტივია ახლა თან დელივერიში მუშაობა თუ ყავს ახლა მოპედი ან მანქანა უცებ რაღაც დაიწყებ რა მარტივი დასაწყები არის სამუშაო რა არ ვიცი რამდენად ეგრეა მაგრამ ამბობენ რომ სპეციალურად რომ ქართველები არ მუშაობენო და მუშაობა არ უნდა თუ რამდენად ეგრეა არ ვიცი და აგდებენო პროცენტსო და ხელფასსო და როგორც არის არ ვიცი ზუსტად რომ უცხოელები მეტი მოვიდნენ და ქართველები იმუშავებენ თუ არ იმუშავებენ და არ აინტერესებს თავად ცოტა სიხდიანოს კომპანიებიო რა ხო და არ ვიცი ეგრეა თუ არა და მედია ეგრე არ არის მაგრამ თუ ეგრე არის ძალიან უნამუსობა არის მე თვითონ გადახვევა მოკლედ ქართულ პრობლემებზე რა ზოგადად პრობლემებს გლობალურ დათბობაზე რას ვიქნებ გლობალური დათბობა ბოლოს მოგვიღებს ესე იგი PvP-ის თემა რომ ასე თუ ისე რომ საქმეთ რა შენთვის რომელი არის უფრო მაგალითად აი პელე ტახა თუ ბანი უფრო აი რომელი არის უფრო აი მაინც თუ როგორ დააყენებდი ჩემი პირ აი უშუალო და ახლა სათითაოდ განვიხილავ ახლა სამივე არტისტს რა იმიტომ რომ აი ხანი ახლა სამივეზე ვიცი ახლა პელე ახლა ლენტა არ იხარჯება მიკროფონზე პრობლემა არა შეგვიძლია განვიხილო თავისთავად და აგერ პირველად დავიწყებ პელეთი რადგან ანუ პელეს ვიცნობთ რამდენი ხანი ვიცით პელეზე რამდენი ხანია გვინახავს მაგის ბეთლები რამდენი ტრეკი დაუდროპია რამდენი ტრეკი მომისმენია მე პირადად პელესი რა აი მე ანიმეები ევასება ისე მეც მევასება ანიმეები მაგარი ტიპი არის დაწუნებული ვარ რა არ გამიცნია ჯერ პელეს შეხება ანიმეში ვერ გამოყვები სამწუხაროდ დიდად არ გვიждები მაგრამ პატივს ვცემ ყველას აზრს აგერ ძალიან მაგარი აი ბეთლემსიც ძალიან მაგარი არის აი აკაპელაზე რა ვიცი აი იმენა სხვა ძმა არის სხვა ლეველი არის გინდა არ გინდა რა გამოდის და იმენა ისე ტექნიკურად უსრულებს სასტავს რა ანუ ისეთ რაღაცებს ეუბნება რა მაზე ხარ რომ დაგაფიქრებს კიდეც რა წარენა აქცან ეგ მევასება იმენა გველივით ენა რო აქ და რამე რა ხოაზე ხარ მაგრა დასწორებს რა გველივით ახლა წუდინა თქვა მე არ არის ეგ არანაირად მაგრამ ბეთლემსი როცა ხა გჭირდება ეგეთი რა წაუსისინაო ესეთი გამონათქვამი წაუსისინა რა არა იმენა რა ვიცი საღო ხოაზე ხა მაგრად მევასება პელე რა ახლა მაგრამ უყურე ახლა გეტყვი პელე ახლა გამისწორდება თუ არა new school beats აი იმენა super trap-ზე გამისწორდება თუ არა რა არამე ისეთ იმაზე ძალიან აი digital beats-ზე რა მაზე ხაი digital beat-ები თვითონ პელეს არ ევასება რა ანუ მაგდენი ვიცი ანუ თვითონ არტისტ თუ არ ევასება ანუ ეგეთი მიმდინარეობა ხო რა ეგეთი მიმდინარეობა თუ არ ევასება ხა არ არის ეს ფაქტი არის რომ ყველაზე ხარ პელეს ევასება ხა old school-ი და ეგეთი რაღაცა აგრესიული და მოშნი grime beat-ები რა მაზე ხარ და ანუ უფრო ისპონტი არის რომ old school beats-ზე იმენა მაგრად გამისწორდება პელე რომ ვიდრე ტახა და ბანი ტახაც მაგრად გამისწორდება ბანიც მაგრად გამისწორდება მაგრამ პელე რო გამისწორდება ეგ სხვა მუღამი არის ვაფშე რა იმიტომ რომ მაგისთვის არის ტიპი ჩათვალე შექმნილი რომ ეგეთი ბითები იმენა ჭამოს ხოაზე ხარ და არ გაწყეს ეგეთებით რა ხოაზე ხარ და შენს მაგარი გაკაიფოს ბახოდუ რა ახლა შემდეგი ვისი განხილვაც ჭირდება არის ტახა ხოაზე ხარ ტახა არის როგორ გითხრა აკაპელად დაიწყო თავიდან ხო ტიპი ჯერ აკაპელაში მოვიდა ვაზე აკაპელა შეასრულა იმენა რა მაგარი სკილი გვანახა რა სხვადასხვა თუ გახსოვს არ ვიცი რამდენად გახსოვს ცოტა როკერის იმიჯი იყო ადრე და მუღამებული მქონდა რაღაც ვაფშე ჯერ ცნობადობა რო არ ქონდა ტახა სინდენი და ასე შემდეგ ევასებოდა X-ი ევასებოდა X-ის Temptation-ი ევასებოდა Temptation თუ რავი როგორც ერქვა არ მახსოვს ეგ ევასებოდა მაგრად დრედები ქონდა პახოდო და რაღაც რაღაცა როკისკენ იყო და რაღაც თქოს უფრო ისეთი ტიპი იყო რაღაცა მონტანასთანაც რო ქონდა ბეთლი და იქ თელი ამბავი და რაღაცა და ცოტა უფრო როკერის ტიპი იყო რა რაღაცა ვიხილეთ ეს ევოლუცია ხო არ ვიცი ახლა როკი ევასებოდა თუ რა ევასებოდა X-ი რო ევასებოდა მაგდენი ვიცი ინსაით აჰა არის იმენა რა ვიცი აი არა follow-up-ი არ მოვა ტახას მე თუ მკითხავ რა ანუ იმ პონჩი რომ კონსისტენტი დარჩება ეგერთი ანუ ტრეკებს ჩაწერს და ჩვენთვის ახლა შეიძლება არ დროპავს ახლა ყოველ იმაში რა ყოველ თვეს ან ამე ეგეთი იმიტომ რომ ტრეკებზე მუშაობაა საჭირო რაღაცა შეიძლება ის ტახა წერს ტრეკში თვეში რავი ალბათ 1-30 ტრეკ შეიძლება წერდეს რა ყოველ დღე მაგრამ იშვიათად დროპავდეს რადგან ეგ არტისტის გემოვნებაც არის და პახოდო პროდიუსერი ჰარუტა როდესაც გიკეთებს ახლა ბიტს ცალკე ჰარუტა გიკეთებს და მიქს მასტერსაც ახლა თავისთავად გამოცდილი კაცი არის და ჩაჯდომა ჭირდება რა ყველაფერს რა და რა ვიცი ანუ მაგაზე რა გამახსენდა იცი ხა რა ქვია
მოკითხვა watches ამერიკაში ხარუტა რო ბიც გაგიკეთებსო და 10 კამერათან დაყვებო ხო ზილობენად თქვი და ეგ გამახსენდა ახლა ხარუტას აუ ეგ ბიში რა ვიცი არ მინდა რომ ცუდად გამიგოს ვინმე მაგრამ ყველა ტრეკი რას დაიდრობა ყველა ტრეკი მევასება თითქმის ტექნიკურად იქიდანაც და აქედანაც ძალიან მაგრები იყო ყველა ტექნიკურად და იხეირა იმანდ მსმენელმა ყველაზე მეტად იმიტომ რომ სულ ახალი ცხელი თემები იდებოდა მაგრამ ტექნიკურად კიდევ ერთხელ ვამბობ ორივე მხრიდან ძალიან მაგარი იყო ორივე და მასლა შემიძლია რა რო ავირჩიო რომელიმე მხარე რა ანუ არ მეთქი იმათ უნდა იმას უნდა მოეგო ამას უნდა მოეგო არ გამომივა ეგრე რა ჯერ ხო პირველი მოусმინე რომელს მოусმინე ჯერ watches იმას მოусმინე number 1-ს მოусმინე და აი რა ძალიან გამისწორდა მაგარი სუფთა ნამუშევარი იყო რა და მე უკვე გაწამოვიდა ჩვენი ბიჭებიდან რა ტახასგან ბანისგან რა მეთქი ასე ვარ ხოლმე ხარ მეთქი რაღაცა ბიჭები მყვანან ჩემთან მეთქი სახო მეთქი ვინი პუხს მოусმინე შალაბანი ქვია ხო შალაბანი ძალიან მაგარი იყო ტახასი სახო რა სიძახი და რაღაცა ვუყურეს პედაჩები ბრატი ერთმანეს და PvP საძმოში არის იმენა ჩაკოლვა ყველაზე ხარ იმენა PvP საძმოს მოგითხვა ხამსას ყველას რა ვიცი და რა ვიცი იმენა თელი ამბები იყო PvP საძმოში იმან რატო დაწერა რატო თქვა ეს და მე ამბობს кайფობ იმენა ბუსმენ მაგრად მევაზე ხან watches უსმენ ხან ტახას ხანბანის კაროჯე ახარ ვიცი ნამბერ 1-ი გაიჩიტა კიდე და მიყოლები და ნამბერ 2 არ მომეწონას აი მაგას იმართ ვიტყვი არ მომეწონა რაღაცნაირი ტრეკი მოიცა ის რომეში იყო პროსტაცეკვაო პროსტაცეკვა პირველში ნამბერ 1-ში იყო აი ეგ ტრეკი იმენა მოვიდა მამალი მგელიო ხო და number 1 ალბათ მე არ გამისწორდა რაღაცა უშუალოდ გემოვნების მხრივ რავი შეიძლება მე არ გამისწორდა მაგრამ რავი number 1 საღო წარმატებები ყველას ხდება და watches ეხა ქონდა თან ამერიკაში კონცერტი ბიჭიკაშვილმა გაუკეთა მაგის პროდიუსინგი და რაღაცა და ვახოსი და ძალიან კარგია მოკლედ რა რომ განსაკუთრებით ქართული თემა და ქართული პონტი რომ გადის საზღვრებს გარეთ ეხა იქ იმაზეც იყო ქილიკი რომ 30 კაცი მივიდა აქ ეხა რომ მივიდა მონოხოლში მაგალითად და გაივსება აქაურობა სხვა თემაა და იქ ეხა ამერიკაში ამდენი ემიგრანტი ქართველი მოიყვანო და თან რეპზე რეპის თემაში ხო ძალიან რთულია ძალიან ზედმეტად რთულია ეგ 30 კაციც მაგარი პონტიო რომ მაგალითად მივიდა რა იქ რა ხა 30 კაცი მყავდეს აქ და დინამიკები და მიკროფონი მქონდეს 30 კი 10 კაცი რომ მყავდეს სულ მაგარი თემა არის ვაფშე უფასო ჩავატარებ ეგეთ იმას ჩემპიონში გავიჭდე აი ეგ თემები მევასება ლაივები მევასება ძალიან რა აი ბანისა აქვს მაგარი ლაივები როგორც გავიგე აი ბანიძეც ხوار და მისრულები აი ბანი არის ყველაზე ახალი ხორცი ცუდად მინდა ვთქვა ახალი ხმა რა რა ვიცი აი ბანისაც მაგაი ბანის ის ყველაფერი აქვს რაც ტაჰაზე და პელეზე ჩამოვთვალე რა მე თუ მკითხავ რა ბუკეტი არის ანუ რა შეერთებული ყველაზე ხარ მაგარი თემა არის ჭკვიანიც არის ყველაზე ნიჭიერიც არის ყველაზე ხარ შრომაც ევასება როგორც მე ვხვდები ახლა პირადი ახლა როგორც ლაივში შეხება არ მქონია მაგრამ მიმოწერის მხრივ და ასე ევასება რა როდესაც მუშაობს რა ცალკე ლაივებზე რო გადის ინსტაგრამზე და თემები მანდაც ხო ისმენენ რაღაც თავის ტრეკებს და თემები რაღაც короче აი მე სიტყვით რო ვთქვა საღოლ რა იმენა საღოლ რა ყველაფერი აქვს რა ბიჭს რა პროდიუსერიც გაიყავს დათა იმენა რა ვიცი დათა იმუშავა ჩემს მაკოფეზეს აი თლიან პროდიუსინგი მაგან გაუწია ხა ნიშნიჭიერი ბიჭები არიან რა ანუ ეგ არის თემა ახალი ხმა არის და რაც უფრო დახვეწავენ და რაც უფრო წინ წავლენ და იმენა ჟილკით იქნებიან მაგას აქვს მუღამი რა ხო აი მე თუ ახლა რომ მკითხე რომელი გირჩევნიაო აი არ გირჩევნია როგორ ხაი როგორ დაალაგებდი მაგალითად რა დავალაგებდი თუმცა ერთი უნდა აღვნიშნოთ რომ პელე და ტახა აკაპელაში აქვთ მონაწილეობა მიღებული აკაპელაზე ბანის არ აქვს ხო მაქედან გამომდინარე ცოტა ისე გვიწევს არჩევაც მაგრამ მაინც როგორ დაალაგებდი რა აბა კარგია აი მე შეჯამებით იმას ვიზა აი უშუალოდ მე როგორც მირჩევნია რა შეხარ სტუმარი პოდკასტში ამიტომ არხი უნდა გამოიწეროთ აუცილებლად თავისთავად გამოიწერენ კიდეც მე თუ მკითხავ ხო და ძალიან რთული არის მაგრამ კაი მაქსიმალურად გულწრფელი ვიქნები რადგან არაფერი არ არის დასამალი ახლა ყველას ჩვენი არავინ არ გესვრის მაგის გამო ნუ გეშინი აი მესამეზე დავაყენებდი აი ჩემი აზრით დამსახურებულად კიდეც პელეს დავაყენებდი მესამეზე იმიტომ რომ ბოლო რამდენიმე ბეთში ახლა რაღაც ხარვეზებიც ხო ქონდა შეიძლება რაღაც ტექნიკური ხარვეზი ყოფილიყო ან ეგეთი როგორც აღარ აქვს მნიშვნელობა რა რაღაც ხარვეზების გამო ვერ შეასრულა ისე როგორც აი შეეძლო მანამდე შეესრულებინა რა თუმცა Young Mike-თან ბეთლში Young Mike-თან გამისცა პირველი რაუნდი გავარდნილი პირველი რაუნდი პოლიტიკური თემის გამო არ ვამბობ რომ მე მაგის გამო აჟიტირება იყო და რაღაცა ძალიან მაგრა იბაზრა მართლა პირველი რაუნდი აი პელეს როგორც ასეთი აი ბაზარი და თემები მენა აი ძალიან მაგარი არის პელე რა მინდა არ მინდა აი
ვაღიარებ მაგას, ძალიან მაგარი არის და უბრალოდ მესამეზე მიწევს რომ დავაყენო რა. ახლა მეორე ადგილი არის ახლა ჩემთვის ძალიან რთული, იმიტომ რომ ტაჰას და ბანის აი რო გეკითხა, ახლა გუში რო გეკითხა ჩემთვის, ორივე ერთნაირად მევასებოთ გეტყვი, მაგრამ ახლა დღეს პოდკასტზე უკვე არჩევანზე დადიკე. დღეს პოდკასტზე უკვე სხვანაირად სხვა ჭკუაზე ვარ უკვე რა და ჩემი აზრით ამათ შორის მარტივია ახლა გადანაწილება. იმიტომ რომ ახლა ტახას რამ ხელა ფანბეისი ყავს ყველაზე ხარ რა. ფანბეისი ყავს, აი ყველას გვევასება ტახა რა, აი მენა ყველას გვევასება და ყველაზე ხარ ბანი ისეთი პონტი არის რა. ბანი ახლა უშუალოდ მე მევასება. აი მე მევასება ბანი, ამიტომ პირველზე მევაყენებ ბანის რა. იმიტომ რომ ბანისთან ნამუშევარიც მაქვს ახლა ყველაზე ხარ თემებში ეს ნალაპარაკებით. თემებში ტახასთან ჯერ შეხება არ მქონია. იმედია ოდეს მე ვიმუშავებ ტახასთან, მაგრამ მე ჩემიანებთან რჩები ერთგული რა. როგორ ჩემიანები არის. სვიტ მაკკოფე და იყავით ხო? რა სვიტ მაკკოფე ბიჭებო და რა ვიცი. უსმინეთ მაკკოფეს. კაი, ირლანდიაში ცხოვრობდიო. ისლანდიაში. ბოდიში ხო ისლანდიაში. რამდენი წლის იყავი და რასთან დაკავშირებდო? ოჯახთან ერთად თუ დასასვენებლად? მამაჩემი მამაჩემი არის წასული ისლანდიაში და მეც დავდივარ რა ეგრე რა. ნუ მამაჩემი ჩადიხარ ჩამოდიხარ. ხო რა, ანუ კი შემიძლია დავრჩე რა, ახლა მით უმეტეს მაისიდან, როდესაც ჩემი საბუთი დამთავრდება, კი შემიძლია დავრჩე, მაგრამ ის პონტი არის რა, რაღაცნაირი ქვეყანა არის, მე ვერ უმუღამებ რა. მე ვიყავი ისე ახლა ამდენისაც რომ მაგდენის ვიყავი, რომ ვიყავი წასული, მაგრამ რაღაც დრო იყო გასული რა, კაი ბლომოდი ვიყავი 1-3-4 თვე ვიყავი წასული. ხო. და რა ის პირველი 3-4 თვე ახლა გაცნობით ის რაღაც დავამუღამე იქ ცხოვრება რაღაცა. ვაფშე ჩემ ჭკუაზე ვიყავი, აქ რომ ყავს ოჯახი და მთელი ამები, ჩემ ჭკუაზე ვიყავი რა, მე და მამაჩემი ახლა და ორი კაცი როცა სახში ახლა დაამუღამე, როგორი პონტი არის რა. დავიწყე ჩემპიონში ის რაღაცა როგორ გითხრა რა. ძალიან გამისწორდა პირველი თვე, მაგრამ მე ერთვის მერე მაგარი მურტალი იყო სიმართლე. მაგარი ნოსტალგიური ტიპი ვარ მეც რა სხვადასხვის რა. აი რო ჩავდივარ, აი 10 დღე და მე გამოგცევაზე ვარ. აი, კაროჩე, აი ხო მაგრად გამისწორდება პირობით. აი ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება, სამსახური, რავი, დასარჩენი, საჭმელი, რავი, ვიღაცა გოგო გამიცნობს არსაიდან ხოლმე ხარ არა აი ის მირჩევნია რომ აქეთ ჩამოვიდე რა ხო რა არსაიდან რა ისლანდიაში თან ჩოლებრივი ბაზარი არის იმენა ძალიან მაგპონჩიც არ მევასება რომ რაღაცა რომ მოგინდეს აი რომ მოგინდეს რა ანუ ახლა at some point უკვე გჭირდება რომ რაღაცა სერიოზულად შეხედო ცხოვრებას რაღაცა ისე ეს მთელი ამბები და იქ არასერიოზული სასტავი უფრო არის ვიდრე სერიოზული სასტავი რა მაგაზე ხარ ახალგაზრდებში მით უმეტეს რა და იმ დემფულ შოულობს სასტავი ხო არ რაფრით ნუ იბადება თუ არა ტიპი იმენა ფულიანი არის ჩათვალე რა ყველაზე ხარ და ანუ ძალიან მარტივი ქვეყანა არის პატარა ქვეყანა არის საცოცხლოს არ შეუწყები ვარ არაფერი ჩავედი რაღაცა მოვირჩინე თავი რაღაცა წენთელი ისენი მქონდა რაღაც მენტალურად მქონდა მაგარი ბუმები რა მაგარი ცუდ ხასიათზე ვიყავი სულ და თემები და ჩავედი მაგარი უღიმღამო ქვეყანაში რა აქ ხო იმენა უღიმღამო დღეები იწყებოდა და იქ ჩავედი ვაფშე უღიმღამო ქვეყანაში სამთარში ერთი მზე არ რამდენად დეპრესიული კაცი ხარ რაღაცა ესე იქით მიყავს და რაღაც მაქვს რაღაც იმ პონჩი რა ცოტა ის ჰოროსკოპით რა ხარ ლომი აჰა მოსიყვარულე კაცი იქნების არა სიყვარული არა სიყვარული უნდა გქონდეს ცხოვრებაში მე თუ მკითხავ მაგრამ სიყვარულით არ უნდა გაიგიჟო თავი რაღაცა ბევრი პრიორიტეტი არის ჩემი აზრით ხიდიდან არ უნდა გადახტე ხო რა ერთი სიტყვი ორი სიტყვით უბრალოდ ხიდიდან არ უნდა გადახტე სამი სიტყვით დაჟე სიყვარულის გამო თუმცა სიყვარულთაც არ გამოდის მაგრამ თავის მოკლა არა საჭირო სიყვარულს და რა ვიცი ახლა კიდე კი ჩავალ ახლა ზაფხულში ჩავალ იმიტომ რომ მაინტერესებს ზაფხულში არ ვარ ნამყოფი ზე არ ვიცი წესიერიზე და ზაფხულში შვენებად მიდის კაცო გაჩავიდა უი მოხდაც ის კამერაში ძალიან ტახან არ ყავი პორჩონო და всё ხო ხარაბა ისაუბრი კი წესთხოძე ყველაზე კარგად ამ კაცს მოიწერება მე მგონი რაც აქ ჩამიწერება აუ ბება ამაზე რამ ჭირს გეტიცები ადამიანობას იცი რამ ჭირს ამაზე სტუდიაში რო დავიწყე თავიდან მუშაობა აქ აგნებაში არ ვარ არაფრის მიკროფონთან შეხება არ მქონია მუსიკას ვაწყობ კაცი 7 წელი მაგ პერიოდში თუ 6 წელი მაგრამ მარტო აი ჩემპიონი ჩემს კუაზე ახლა სახში რო დაждები და კომპიუტერთან ყველაფერი რო იცი და ზეპირებული რო გაქვს ახლა რომ მკითხო მაგალითად ეს როგორ ვქნაო FL სტუდიოშიო ეს ზეპირად ვერ გეტყვი რა მაგრამ აი უყურე ის მომენტი არის რომ muscle memory რა კუნთის მახსოვრობა ისეთი მაგრამ კარაჭე ხელ თავისი ჩვება ყველაფერს რა მელოდიის აწყობას რავი პატერნების დალაგებასთან სმენა რომ აქ ახლა რო უყურებ და როგორ არის დალაგებული ყველაფერი მაგებს შორის ისე ვალაგებ რა გათვალისწინებულად ყველაფერსა და რო დავდექი ახლა ამასთან ახლა ამასთან რო დგახარ ამასთან პროსტა ვერ დადგები და ლაპარაკს ვერ დაიწყებ რა უნდა გააკონტროლო ტონი უნდა გააკონტროლო რაღაცა როგორ დგახარ ეგ უნდა გააკონტროლო ასე ვიდგე ვერ ჩავწერ ყველაზე ხარ ტრეკს რა ხო და სტუდიაში ვარ რა და აპარატურას უყურებ ასე ვარ რაღაც არ ვიცი რასთან დავდგე რას შევეხო ხოლმე ხარ არც მინდა რაღაცა გავაფუჭო რა და
მეუბნება რაღაც ხო მოვასმეინა ჩემი ტრეკი რა ჩემს აუდიო ინჟინერს shout out to Tolia არის ჩემი უძმესი ძალიან მევასება Tolia და ხა როგორც ასეთი მაგან მასწავლა რა მაიკთან როგორ მოვიქცე რა თქვა მაიკთან და პირველად რო თქვა მაიკთან თქვა რასე რა და როგორც ლაპარაკე იქ ისე ვაფშე ჩემი პირველი ჩაწერილი ხმა როგორც იყო განახებდით მაგრამ ახლა რო ჩავწერო ეგრე ვერც გავაკონტროლებთ მაგ ხმას მაგრამ აროჩი იმ ხელაზე ვილაპარაკე კარც ყურსასმენი ეკეთა და ყურსმენი მოიცო ეგრევე ეს რაკენიო კაროჩი იმ ხელაზე რა იმ ხელა რაღაცა გავაკეთე მომიდგა იმენა დამიყენა მიკროფონი ისე დადეკიო ასე იმენა ასე ყველაზე ხარ რომ მოვიდე ვიღაცასთან და ასე დავაყენო რაღაცა კი ასე გქონდეს თავი და იგი ასე ედეკი ასე ილაპარაკე ისე მე ჩალიჩა მას 3 საათი კაროჩი რა და დავამუღა მეზლებს ჩავწერე პირველი ტრეკი და ისეთი ცუდი ტრეკი ჩავწერე კაროჩი დევს სადმე არა კიდო კაი არ დევს მაგრამ კაროჩი ისეთი ცუდი ტრეკი ჩავწერე და იმდენი თეიქი დამჭირდა აუ ჩემი ახლა პირობითად აი ჩვენ რო ჩავწერთ ყوازე ხარ აი ერთჩა პროსტა ასე ლაპარაკში რო ჩავწერთ ყوازე ხარ რაღაცას რა იქ მოუნდი ჯერ თითო TX-ზე ხომ მჭირდება რაღაცა გადახარშვათ ემები ისა ესა და მაინც ნაგვა წერ იმიტომ რომ სულ თქვა არ მყოფნის ხმას ვერ ვასწორებ პირველად ყველაფერი ძნელია სპოტიშორის კი ბატონო მაგარი გამიტყდა ეგრე რო იყო რა იმიტომ რომ სახლში რო ვიყავი ჩემპიონში სულ მარტივად ვაკეთებდი ყველაფერს და სტუდიაში იმენა ვაფშე სხვანაირი ის მომაწვა რა მაგრამ მე ნელ-ნელა დავამუღა მეკ დროში წამოვიდა თემბისას და აპარატურასთან მუშაობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა როდესაც ხარ პროდიუსერი რა აი რო შეხედავ რაღაცას უკვე მონახდებოდი რა რას გეუბნება რა მაგრამ DJ ვაფშე არ ვარ მაგრამ ანუ რო დამიდო ახლა პიონერი ყველაზე ხარ დაუკრავ ჩაულობ რაღაცა ტრეკს გავუშვა და გავულუფავ თემები ისა ეს რაღაცა პატარას დაუკრავ რა ნახევარი საათი სეტი გაასწორებს რაღაცა იცოკებს სასტავი მაგრამ მაგის მე უკვე წავანა არის მურტალი რა ხო და ეგ არის თემა რა ანუ აპარატურის დამუღამება არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა აი თუნდაც ახლა შენც ახლა დაზეპირებული არ გაქვს ახლა ყველაფერი რაც კიდევს ხა მე ხა იქიდან გამომდინარე ხა რესტორანში რომ მღერი ჩემ თემებში იქიდან გამომდინარე მიქსერთან კი მაგრამ ეს ახლა ცოტა სიახლეა მაინც რომ ამ თემაში რომ დავიმატე მიქსერი კიდე ბოლომდე კიდე რაღაცებში ვერ გავერკვევი წეღანს რო გითხარი თუ კიდე ვინმე მიცით მეგობრებო და დააკომენტარებთ კარგი იქნება ანუ პრობლემა რაში მდგომარეობს ესე იგი კუბეში მუშაობ და ხმა მაგალითად გარეპა რეპერმა რა შედის ინსტრუმენტალიც შედის ხმა და ხმა ვოკალიც შედის და აი ესე რომ მარტო ვოკალი შევიდეს და ინსტრუმენტალი არ შევიდეს ერთმანეთს არ გადაედოს აი ეგ ამბავი რომ ცალსაკეტრეგებად ქონეს თუ იცით როგორ გავაკეთოთ და აკომენტარეთ ამ პირადში მომწერეთ ოიქროს მაგას როგორმე გამოვასწორებ თუმცა თქვენამდე მაინც კარგად მოდის ის რომ ქსიავნოთ მოსპენა იმიტომ რომ მას ვცდილობ და სპონსორები არ არიან იმედია გამოჩნდებიან. ამისთვის არხი მაინც გამოიწერეთ რომ მეტი ხალისი მქონდეს და თან რო უყუროთ. აი იქ მიცხეთ რა. და კიდე 20000 გამომწერზე ძალიან კარგი თემები იქნება. ასევე საქართველოს ნაკრების ფორმა გადმოგეცემათ კორნერმა მომცა გასათამაშებლად და ბევრი კაი რაღაცეები კიდე ასე რომ მიდექით მოდექით შეცხეთ შემოსცხეთ. უცხოელი რეპერებიდან ვინ გელასება და ვის უსმენ და როგორ და რანაირად. დავიწყებ. მოკლედ. ჩემი ვაფშე ადრე უსმენდი undergrounds რა. პროსტა ახლა რომ მომკლა ვერ ვეჭდები undergrounds. აი underground-ში გულისხმობა ხა Suicide Boys-ი, Bones-ი, Scarlord-ი, Javier Wu. Busy Bone-ი გელასებათ. Busy Bone-ი აუ 1-2 ტრეკი მევასებო და აღარ მახსოვს სახელები იყო მწოლები. Bones-ი ანუ მაქსას ექსასავი გულისხმობ თუ ცალკე Busy Bones ვაფშე ზოლზე გულისხმობ ხო? ხო Busy Bone-ების სასწაულზე გეუნები Crazy Bone, Busy Bone. Bones-ი იმენა cloud rapper-ზე ვამბობ რა, იმენა wave-ი რო შემოიტანეს, აი მაგ პერიოდში დავიწყე მე მუსიკის კეთება რა. და მაგ პერიოდში cloud raps ვაკეთებ და რამე და რაღაცა სხვა მუღამეში ჭუჭყიანი იქნება ბითი, ჭუჭყიანი იქნება ტრეკი, კიდე ამ მაგარი ხვაზე ხარ, აი თავარია უსმენ ატმოსფერულ რაღაცას რა, ეგ მუღამი იყო მაგ პერიოდში, მაგრამ ახლა უყურე. ახლა ვერც Suicide Boys ვერ უსმენ, ვერც Bones ვერ უსმენ, ვერც Javier Wu და ვერავის ვერ უსმენ რა, იმიტომ რომ აი ძალიან სხვანაირი ისაა, აი სხვანაირი ear candy აქვს რა, ანუ სხვანაირი ყურის კანფეტი არის რა, ხვაზე ხარ ჩემთვის ეს სხვა მუღამზე უნდა ვიყო ვაფშე რა. ყურის კანფეტი რაღაც ახალი ისაა. მაგას ვიყენებ, აი დავამუღამე, კაროჩე, ადრე რა, როდესაც ბანს ბითებს ვაკეთებდი. ხო უგზავნიდი სასტავს რა და რაღაცას მეურებენ ისა რა აქო ყურის კანფეტი არა აქო რა მაგარი ბანძი ბითიაო მეუბნებოდნენ და ხო მაჯვამდნენ რა ბითებზე და თემები და მე კაი ბითების კეთება რო დავიწყე ear candy-ს ანუ ყურის კანფეტს იმენა ყოველს უმატებ რა აი ძალიან light-ad რო გესმის მაგრამ აი რო გესმის და ქსიამოვნებს აი ეგეთი მომენტია ხო რა ყურის კანფეტი არის ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ხო და აი ახლა ამ ახლანდელი არტისტებიდან მე ვისაც უსმენ უცხოელებს Future-ი ESTG NBA Youngboy კიდევ ვის უსმენ ძალიან ბევრს უსმენ. კიდე მევასება ძალიან
აი oldebidan მაგალითად oldebidan Tupac-ი, Notorious B.I.G, Lil Wayne-იც მაგრამ მევასება Whitney Houston-ს უსმენდი ერთი პერიოდი. კიდე რა ვის უსმენდი. მე ვაფშე ვარ გაზრდილი მეტალზე. Houston-ზე გადასვლას ვაფშე არ ვლდებოდი. No, Whitney Houston-ი რა ვიცი, ყველა რეპერს ევასება, ყველა ფერადკანიან რეპერს ევასება Whitney Houston-ი, მეც მევასება რა, მაგარი ხალი იყო. კიდე მევასება, მე ვაფშე ძალიან არაშეზღუდული ჟანრები მაქვს რა. ახლა ამერიკელებზე რომ მკითხო და უცხოელებზე, აი რუსებს იცინანდეს უსმენ. იმიტომ რომ აი ადრე ლაპარაკობდი ძალიან. ახლა კომენტარებში არ დაიწყოთ რუსეთ თუ მე და რაღაცა მუსიკას ენა. ნახევრად უკრაინელი ვარ მეგობრებო, ნახევრად ვარ უკრაინელი. ამიტომ ნახევრად უკრაინელი რო ვარ და რაღაცა რუსულად ლაპარაკობ ბავშვობიდან რა, ანუ ეგრე მოხდა რომ რაღაცა პროგრამირებული ვარ ეგრე რუსული მესპისო ლაპარაკობ. პრიხოჯეცა, ასე თუ ისე რა და იმდენს უსმენ რუსებს და ძირითადად რა, ჩემი კაი ხარისხის მიცემა ვისწავლე რუსების ყურებით. აი ვინ გევასება რუსებიდან? უფრო პაპსა, ტიმატი და თემებით? არა. ეგენი ადრე მევასება პატარაობაში ძალიან პატარაობაში. როდესაც მაია იგრა, იმედა პატარაობაში ვუსმენდი და გუშინ წინგა. აუ გუფიც, აუ ჩემი, რაევი გამახსენა. ეგენი ვაფშე სხვა პერიოდი. ისა პაშა ტექნიკი რო დაიბრიდა? დაიბრიდა? არიცი? როდის დაიბრიდა? 2 დღის წინ კომაში ჩავარდა და აპარატზე შეერთეს და გამორთეს. შემზარი რო იყო რაღაცეებზე, ხო? ოფიციალური ის არის ინფორმაცია. ხო ზოგი წერს ცოცხალიო ის, მაგრამ ოფიციალურად ცოლი გამოვიდა და იმინა დაიბრიდა. Rest in peace პაშა ტექნიკ, მაგრამ ვიცით არ შეიძლება ეგრე, ეგ როგორც ცხოვრობდა არ შეიძლება ეგრე. საერთოდ ფხიზელი თუ იყო ტიპი ოდესმე? არ იყო. არ მინახავს მე პირადად. ვერ ვინახავს, რა სიძახიჭ. მეჯვარი მწერია 40-ისა ვარ, 40 წლის იყო თან ტიპი რა და ეხლა რა არის 40 წელი არაფერი არის ვაფშე. თან ვიცი, არ მგონია თქვენ იცოდეთ ვინ არის, მაგრამ ვინც იცით ხო ეგეცოდინებათ როგორი ტიპი იყო რა. დეცელიც ახალგაზრდობაში წავიდა და ძალიან რამდენი წავიდა Young Trap-აც ახალგაზრდა იყო რომ წავიდა რა ვიცი. რამდენი რუსი არტისტი იყო ჩემი გაგა რამდენს უსმენდი. მაგრამ მე ახლა უსმენ კიზარუ მევასება მაგრად. იმიტომ ტიპა ტიპაჟიც მევასება რა. ორგენშტენზე რა ორგენშტენ, ორგენა მასწავლა ჩემი ახალგაზრდა. ერთი ხანობა მაგრად ამოქოქა ტიპმა. ამოქოქა კი არა. აი ტიმატის რო უთხრეს რომ დუეტი ჩავწეროთო და რაღაც და თვითონ გვერდზე რო ყავდა ის სლავასთან ერთად ჩავწეროთო. სლავა მერლო. რო ამოქოქეს ის ალბომიც ხო გააკეთა მე იქ იმისი რიჟიკა კი არა და რა მასხარას იმითი ვარ იქ ხო და ფორმით და ძალიან მაგრამ ამოქოქა და მე ხა ტატუებიც მოიშორე რაღაცა და რაღაც შანსონები გამოუშვა რაღაცა ტიპმა გაჭედა ვაფშე რა. კაროჩე მაგას პოუვიდა ის რა ქვია ჯერ ხო სუპერსტარი გაიჩთა რა. ძალიან სუპერსტარი როცა ხართ არ რუსი აი რუსეთში ვერ ცხოვრობდა ტიპი არაჩერებდნენ რუსეთში რა. წავიდა დუბაიში იცხოვრა ყველგანი ცხოვრა ამერიკაში ცხოვრა ყველგანი ცხოვრა ტიპა და საბოლოო ჯამში ანუ შეუყვარდა გოგო შეუყვარდა რა კაროჩე და გოგო შეუყვარდა ისეთი რომ პორნოვარსკოვი შეუყვარდა რა ჩათვალე რა ყوازه ეს ცოლი იყო პორნოვარსკოვი იყო მაგის ეგ და წინაძეთ ყავ ვინც ყავდა პახოდუ ეგეს მაგარი ფულის გამოიყო ამასთან კაროჩე ტიპი იმენა ფული აქვს ბევრი მაგრამ ის პონტი აქვს ახლა რომ ძალიან თავის სიყვარულს არის გადაყოლილი და შანსონებს მაკმონჩი უშვებს რა თორე ადრე იმენ რა ისეთ რაღაცა ეს დროპავდა ტიპი ჯერ ხო იმენა სიცილით მოკვდებოდი და მე კიდე ხარისხიც მო ხარისხი რა ვიცი ხუცუჩი აკეთებდნენ ხოლმე რა ტრეკებს მე მაქვს ეგეთი იდეები რომ კაროჩე რაღაცა დავითრი რომ ლეპტოპი რაღაც დინამიკები და მე როგორ ავაწყოთ ტრეკი 5-10 წუთში ხო ახლა მაგის მოგამი მეც მაქვს რა მაგრამ ტიპმა ისე კარგად გამოიყენა და ისე მაგრად кайფობდა ამ რაღაცეებზე რა ვიცი ყველა რავი new school рэპერებს ხო დააჯვა ყველას ვაფშე ყველა რავი face დააჯვა იმას და კიზარუს დააჯვა ამას დააჯვა იმას დააჯვა რა ვიცი მონგეშტენსაც შევიყვანდი მაგ ლისტში რუსი рэპერების რომელიც მეოსებიან მაგრამ ახლა ვეღარ შევს აღარც არის рэპერი და მაგ კაი მოდი შევეშვათ რუსებს აქეთ განმოვნებოთ აი წეგან კი ვიბაზრეთ ას თუ ისე მაგრამ აი ქართველი აი oldebidan მაგალითად აი შავი პრინცი ავიღოთ კაბუ ავიღოთ ბედინა ავიღოთ ნუ თენთენა ძვალი აი oldები რა აი უფრო მაგ მხარეს თუ მაგალითად თუ უსმენდა თუ მოგწონდა ან თუ მოწონებით როგორ არ მომწონს მაგრამ ისმენით ეგრე რო გითხრობ უსმენთ ხო და ვეჯექი ლისტში თუ გაქვს ჯაგდებული მაგალითად ლისტში არ მაქვს სამწუხაროდ ჯაგდებული მე ვაფშე ან პლეილისტიც აღარ მაქვს რა იმიტომ რომ აი ერთი პერიოდი იმდენს უსმენდი მუსიკას იმდენს უსმენდი რომ კაროჩე ჩემ ტრეკებს როცა ვაწყობდი მეთქი ნაგავს ვაწყობ რა კრეატივს მაკარგვინებ და იმიტომ რომ კარგს ოდესაც უსმენ რა და მე ოდესაც აი დაჯდები და შენს ნორმალურ რაღაცას მოусმენ მომენტში როცა ნორმალური და ასე და ასე მე რა უკვე ტვინში რაღაცა პროდიუსერო ტვინში მირტყამს მაგრად რომ მეთქი აი იმის ისმის ასე და არა რომ ვიცი რომ პლატფორმის გამო რო არის ეგრე რო ისმის ახლა მაგას Spotify-ზე რასაც უსმენ განსხვავებული იმაზე თუ ფაილი რაც არის რეალურად რა Spotify უშუალოდ თავისით აყენებს ან YouTube-ი რა ნუ LUF-ები არის სმენადი სიხშირე რა ხმის რა
ნუ რამდენად შემოდის რა, ხმა, რამდენად ხმამაღალი არის. სიგიფ ადამიანი პოდკასტში. რამდენად ხმამაღალი არის და ანუ Spotify აყენებს -14-ზე და YouTube-იც სადაც ეგრე რა და შენი ტრეკი შეიძლება იყოს ვაფშე უფრო ხმამაღალი მაგაზე, მაგრამ ანუ გაჩითოს ისეთი თემა, რომ დააბალანსოს თავისით რა. ხო, მაგ მომენტში ვერ უსმენ ვერაფერს რა, ანუ ვუზი ვარ, ანუ Shaw Prince ახლა ადრე ხო უსმენდი უფრო რაღაც მომენტში რა, old school მეთქი, იმიტომ რომ მქონდა ისეთი request-ი მქონდა რა. old school beat-ები უნდა და ჩემს კლიენტს რა. ხო და ანუ მეთქი რაღაცა old school თუ უნდა მეთქი ბანან Shaw Prince მოусმენ ერთი და უსმინე 1-2 კვირა ხო ხა რაღაცა Shaw Prince ტრეკით დაიწყე მაგალითად. იმ ტრეკით ყველაზე გაპოპსებული რო Shaw Prince-ის ჯერონიმო და ისე. ძალიან ძველი რო არის და ძალიან მაგარი რო არის. ლეგენდარული რო არის. მაგით და კიდე რაღაც 1-2 ტრეკი, მაგრამ სახელები არ მახსოვს, მაგრამ კიდევ ფიქსი რატო არ ვახსენე ეგ მიგოს მაგრამ მევასებოდა ფიქსი მაგარი იყო ზაზა ეხლაც მაგარია და სვეჩია და როგორც რეჟისორიც და როგორც რეპერი საულ ზაზას იმენა ისლანდიაში მაგრად გამართო უსაშველოება იმენა ისლანდიაში მოკითხო მთლიანად სასტავს რა მოკითხო ყველა საულ იმენა ძალიან კაი ნამუშევრებია ან ნიჭიერი ხალხი ყავს ქართველებს რა რამდენიც გინდა იმენა ყველა მაგარი ყავს ასე თუ ისე რა ვინც ყავს რა მე ბევრი მომწონს ასე თუ ის, მაგრამ აი, პროსტა ის მომენტი მაქვს, რომ აი, მუსიკასაც ხო ვეღარ ვუზი ვარ იმდენად, იმიტომ რომ აი, ამ რაღაცაზე რაღაცა ერთი მომენტი მქონდა, ერთ ტრეკს უსმენდი რა. ხო და ანუ ანალოგიური ტრეკი უნდა ამეწყო მე რა, ტრეკი რა, ბითი უნდა ამეწყო ანალოგიური რა. ხო და ანუ ისეთი კაი ხარისხის ინსტრუმენტები ქონდა, ტიპს გამოყენებული და ისეთი მაგარი პროდაქშენი იყო. რაღაცა ვეჯიჯინე რაღაცა თან არ შემიძლია ძალიან დიდი ხანი ვეჯდა ერთ პროექტს რა დიდი ხანი რო უზივარ უკვე კრეატიულობას კარგავ და მიყრილ მოყრილი რაღაცა ზედმეტად ვეჩალენჯები და მანქანაში ვუსმენ და თავი ამეხადა ხოლაზე ხარ მე კი ბეზდება თითქოს ხო რაღაცა ხარ უზიხარ აი პროდიუსერი და არტისტი როცა ხარ პროდიუსერული და არტისტული ბლოკი ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა არის მაგრამ ეგ არის ჩვენი თვითონის თემა რა აბა უყურე მე ხო მაგ მაგალითად მუღამი რა თქვა და ხა პირობითად მოვედი და მეთქი არა ახლა მუღამზე რო რაღაცა ვქნა რა არა და რეალურად ხო იცი რომ შესაძლებლობა მაქვს აი ხო იცი რომ რეპავ ხო იცი რომ ვაწყობ ხოლაზე ხარ რა მინიმალური რა ანუ მისაღები დონე სულ შეგიძლია რომ გამოაჩინო რა ისეთი რომ სასწაულს გაუსწორდეს მოსასმენად და ასე შემდეგ რა ხო და მაგ პონჩი შესაძლოა უნდა დააჯერო რა თქვა და ხო ზიხარ ხო აწყობ ხო წე რაღაცა და არ მოგწონს რა просто უნდა მიხვიდე და მაინც დაასრულო მე თუ მკითხავ რა იმენა რაც მაგ ყველაფერი გაკეთებული იმენა დაძალებით მაკაკეთებული იმენ თავს დავაძალე აი არ მაგ ხალისი არც მუღამი არ უნდა ნაგავი რაღაცა გამოდის და სხვას რომ მოასმენინებ და უეჭველი რო ევასება რა იც მაკაცები არიან ძირითადად ეგრეც მაკაცებს არ ენდოთ არავის ძმაო იმენ რომ მაგარია მაგარი და ამ დროს იზახო ხო ჩემიც მაკაცია ხა ჩემზე სხვა პონტი არის რა მაგრამ ჩემც მაკაც რაც არ უნდა ვანახო ყველაფერზე იმენა ასე სახო ხო მაგარია იმენა სახოლო რა ვიცი რაღაცა და ანახებ რაღაცას აი ძალიან ისე და ძალიან ბანძ ნამუშევარს, რა დამწყების ნამუშევარს, ყველაზე ხაი როვერს მოусმენ რეალურად რა. ყურში რო ცუდად ხდება და თემები რა და მაგალითად სამბობს, სახოლო ძმაო მაგარი არისო, იმენო, ამაზე გავრეპავო ერთ დღესო და ხანდახან მაგიჟებს ის რაღაცებს ამბობს რა. ამ დროს გონია რომ გენიოსი ვარ რაღაც მომენტში ესე ხო. მე არ უნდა ენდოც, მაგაც არასდროს ერთი პერიოდი, კაროჩე რო გეუბნება დამაჯვეს ერთ სტრიმზე დამაჯვეს მაგარი, კაროჩე ერთი 200 კაციან სტრიმზე დამაჯვეს რა. 60 კაციან სტრიმზეც დამაჯვეს, 400 კაციან სტრიმზეც დამაჯვეს, რავი, ბევრ კაციან სტრიმზეც დამაჯვეს რა. იმიტომ რომ ძალიან მას ბიტებს ვაგდებდი ხოლმე რა. ადრე რომ მეგონა რომ რაღაცა მეთქი რა, ბენგერი ავაწყე მეთქი მოისმინე, გაგისწორდება რაღაცა მოკხილი თუ გინდა და რაღაცა ბლაბლა ხვაზე ხარ რა. დამწყებების ბაზარი რა. დედას ვიცავ არ ისეთი რაღაცეებით ამიწერე სტრიმზეც მოო იმენა შემდეგი ერთი კვირა განვიხილავდი იმას გამეგზელებინა თუ არა მუსიკის კეთება. იმიტომ რომ აი, კაროჩე აი ბაზარი კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის მუსიკაში, მაგრამ აი მენა რო გაჯვამს ტიპი ხვაზე ხარ. ამდენი ხალხის წინ მაგარი იზა რაღაცა ძალიან სხვანაირი შეგრძნება არის რა. და რაღაცა გიწერენ, oh your shit is ass რაღაცა, ფუ და რაღაცა თებები და ცალკე სტრიმერი რო დაგცინის ხვაზე ხარ და მეთქი პონტია მეთქი და თელი ამბები და დაუბრუნდი მე და დედა უტირე იქაურობას ბითფეთლები მოვიგე და თელი ამბები და მის მე არ შესულა მაგკაცის სტრიმზე ვაფშე. იმიტომ რომ იმენა ძალიან დამთქუნა, უფრო დამთქუნა ვიდრე мотиваცია მომცა ხვაზე ხარ რა. აბა რამე წვენის კომპანია რო გამოჩნდეს მაგალითად ან ცოტა ცოლა ან რამე სულ ერთია რა ვიცი კარგი იქნება და თქვენ გამოიცანით რა ვიღაცა ყველა მიხვდება ხა აუბრალოდ შეიძლება იმაზე იფიქრონ ეს პეპსი არის თუ კოკა არის თუ რომელი არის მოკლედ დუეტს მაგალითად ვისთან გააკეთებდი ან თუ გაქვს რამე თემები სამომავლოდ ხო მე როგორ ძველი კაცი დუეტით ეხა თანამედროვეობაში უკვე ფიტი და აი ახლა ამის თქმასაც ვაპირებდი აგერ ველოდებოდი სათანადო მომენტს აჰა კაროჩე დანანა და მუსიკა მე და დივაინ რაიმსი რა
აპირეთ? კი, მე და დივაინ რაიმსი, ჩემი production-ით და პახოთ ფიცსაც ჩავიწერებით მე და დივაინი უეჭველი შანსი არ ვარ ჩავიწეროთ. ეხლა ექსკლუზივია ეხლა რასაც ამბობ. ეს მარტო მე და დივაინმა ვიცოდით ეს ბაზარი რა. ყველაზე ხარ დივაინი ისე მევასება ძმაო. აღარ რო გეკითხა ახლა ყველაზე ხარ იმ სამშორის ყველაზე ხარ. კიდე დივაინი რო ჩაგესვა, ტაღას და პელეზავით დივაინს დავაყენებდი, იმიტომ რომ აი საღოლ დივაინს, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი არის და ის ზედმეტად ნაკითხი არის მე თუ მკითხავ რა. დივაინი მოვიწვიე პოდკასტზე. და აბა რა მიპასუხა შენი აზრით? ჯერო არაფერი არ მაქვს ისეთიო რომ გითხარი ეგ? მე მგონი. ხო. ჯერო ფიქრობ რომ იმდენად მნიშვნელოვანი არაფერი არ გამიკეთებიაო და ეგეთი ლამაზი უარი ჯერ ჩემთვის არ ვთქვა. ან მართლა ეგრე ფიქრობს. მარტო დივაინი გეტყოდა ეგეთ რაღაც. ან მართლა ეგრე ფიქრობს, ან ლამაზი უარი არის, არ ვიცი. აი მარტო დიმა თუ იტყოდა ეგეთ რაღაცას ბრატ. აი მარტო ეგ თუ იტყოდა ეგეთ რაღაცას ბრატ. ძალიან მაგარი ბიჭი არის ბრატ. აი ახლაც ვიხოდებით რა, ანუ ჩვენ პონჩი რაღაც შეხვედრას ვაპირებთ და თემები ჩაჯდომას რაღაც ლაივში გაცნობას კაცის რაღაც თემები, თორე ჩემი ბიტები ევასება, მე მაგის ნამუშევრები მევასება. ვაფშე ტრეკისა და მედოდა რაღაცეები ძველ ტრეკებზე არ ამბობ, ეს ბოლო რამდენიმე ტრეკის არ დაზრობა, მომასპინდნენ რამდენიმე დემო ვერსია როცა იყო რა. და ეგ ძალიან მაგარი რა, ძალიან დუეტი რო გამოაგდეს მიროსთან ერთად. ო, მაგას მოусმინე დემო ვერსიას. Короче, demo master version-ს მოусმინე და მაი მეთქი საკმაოდ. ნუ მან წავიდა მე კომენტარებში რომ ეხა თუ ფეხქვეშ გასაგები პროექტიაო და რაღაცაო, მაშინ რაღაცო აპირებდითო და რაღაცო ქონათ სურვილიო და ხალხი ჭრელია რა. რაგენებულებად ჩემი სამონტაჟო მე. დერას. სად ვიყავით? დივაინზე საუბრობდით. მოკითხვა დივაინსა, კი? იცი, ჩათე? ხო. დივაინი რა, უეჭველი მაგრად მოიხოდება. ეს ბოლო ტრეკი ძალიან გამისწორდა მე, აი დივაინმა გაჭამა თავის ბიტი, აი თავის ბიტი რა შეხვდა, იმენა ჭამა. და მირომაც მაგარი რა, კაი ავტოტუნი იყო, კაი ყველაფერი იყო, კაი ნაბაზრიც იყო მომეწონა. მომეწონა სხვათა შორის ეს შესავალი იყო განსაკუთრებით. მე რაღაცა მაგო მე ეფესა რა, თავიდან რო შედიოდა და მე რო შეიყვანა. თან ეგ ბიტი არის დამწყების აწყობილი, ხო ასე ხარ და ეტყობა დამწყების ხელი და მაგასაც თავის მუღამი აქვს რა. რადგან აი რთულია, ხო ასე ხარ, ეგეთი ბიტი რო ეგრე მოირგო რა. რეალურად რავი, ანუ ბიტში არ ქვი, ხო ასე ხარ, მაგრამ ანუ ზოგ ბიტს აი მენა ძალიან შენ უნდა მოგწონდეს, ან ძალიან რაღაცა სპეციფიური ბიტი უნდა იყოს შენთვის მოწყობილი იმენა რა, რომ იმენა გარეპოდა ხო ასე ხარ. ახლა მე მაგალითად მაგ ბიტზე ვერ გავრეპავდი რა, როგორც მაგან გარება რა, მაგრამ თვითონ ანუ ის აქ თემა რომ ზის იმენა უზის მაგრად რა, ხო ასე ხარ შრომას დევს რა, იმენა თავის ასგანოს აი ხო იყო ნაბაზე ხო ბაზრობენ ახლა ეგეთ რა თუ ეგრე ფეხქვეს ჩასაგდები ის არის რა პროექტიო ვაფშე რატომ გინდა დავგასლო მაშინ ანუ ეგეთი ლოგიკა ხო აზრ ხარ მაშინ ბევრი რამე არ უნდა ქნა მაშინ ხო აზრ ხარ რა მაგრამ როგორც ასეთი ახლა მაგხლა გამოხმაურება როდესაც აქვს შენ ვიდეოს და ამდენი ხალხი ამბობს რომ უეჭველი მსახურებ რომ გახვიდეთ მაო რა ხო აზრ ხარ ისეც არ არის რომ ვიღაცა უნიათო სასტავი ამბობს მაგას რა ხო აზრ ხარ ზოგი გამოუცდელი ზოგი გამოცდილი ადამიანი ამბობს თან ნახვები თავისას ამბობდა აგერ ამდენმა კაცმა დაულა იქა და ამდენმა კაცმა ნახა ჯერ კიდევ რა და ანუ ისე ვიყავი რომ როდესაც მივწერე უკვე დივაინს და ასე შემდეგ აი ზოგადად ეგრე როდესაც მოწოს არტისტი ჩემპოჩი წერ ეგრევე რა რაღაც ვიმუშაოთ თელემები ეგრე მივწერე დივაინსაც რა და ხო ხარ ასე და ასეო არ ვიციო ჯერ რომ ამიყვანენ თუ არა რა და მე მგონია რომ რაღაც რა არ ვიცი მეთქი ანუ არ უნდა გითხარ მეთქი ანუ უეჭველი აგიყვანოს ხო ჩემი აზრით თქო რა და შეგონია რომ სასტავში ზის ხო იმ ნუ მგონია რაღაცა გამოაქვეყნებენ უკვე დივაინ რაიმსი რაღაცა ეხდება ვიღაცას ხო ასე ხარ და რა დივაინ რაიმს ვაფშე არ არის დივაინ რაიმს ხო ასე ხარ კაი მე გამიტყდა მაგრამ თვითონ ახლა უყურეთ როგორ ჩემი აზრით რა დივაინის ადგილას მეც ეგეთ რაღაცას ვიზამდი სიმართლე გითხრა მაგრამ მეც ჩავწერდი ეგეთ რაღაცას აი ხო ასე ხარ ძალიან ჩოლური იმიტომ რომ აი უკმაყოფილებას გამოხატავ რა ანუ ხო ასე ხარ რეპი ერთი პერიოდი იყო პროტესტის გამოსახატი საშუალება რა აგროს უხდება აბა მე რო რეპი მახსოვს ეგმონტი არის ხო მართლა ეგმონტი არის ხო იმიტომ რომ ადრე მაინც ეგ თემა იყო ჯერ იყო როკზე 90-იანებში და უფრო ადრე და მე იყო რეპზე რომ მე იყო რეპზე რომ პროტესტის გამოსახატავად იმიტომ რომ რეპი ხო თავისუფალი პონდი არის რა რაზეც გინა იბაზრებ მაგრამ პროტესტის გამოსახატავად უფრო ესეთი პონდია რა კი აი ზუსტად ეგ თემა არის აგერ კაცი არ ეთანხმება იმის გადაწყვეტილებას რომ არა იყვანეს PvP-ში ახლა უყურე როგორი ის არის რა დაუფიქრდეთ ახლა რამდენი რაღაცა არის აქ გამოსავალ-შესავალი რა გადიხარ PvP-ში PvP-ის გარეშე ჯერ ამდენმა ხალხმა გაგიცნო ხო ასე ხარ ახლა დივაინი ბევრმა იცის უკვე რა როგორც ასეთი ხო ასე ხარ საკაიფოდ იცის ხალხმა რა ხო და
მაგდენმა ხალხმა გაღიარა, მაგდენ ხალხს მოეწონე, ხო აზე ხარ. შენს ასე თუ ისე გექნება მენტალიტეტი გიყალიბდება, რომ ხო აზე ხარ, გავალ PvP-ში და სახეს ავახე, ხო აზე ხარ რა, ჟილკა გააქვს უკვე რა. ხო. ამდღელა ჟილკა გააქვს რაღაცა ცდილობ მაქსიმალური დადო მთელი ამბები და რა გიყვანეს, ხო აზე ხარ. როგორი მისაღები ეგ არის, ამდენი ხანი მენტალურად ემზადები მაგისთვის რომ აგიყვანენ, ხო აზე ხარ და ამხელა გამოხმაურება მოვიდა და შენ რო უყურებ აი გარშემო ვისაც რა უდევს, ხო აზე ხარ. შენნაირი ნაბაზრი არავის არა აქვს და შენნაირი ჟილკა არავის არა აქვს ჩადებული და შენნაირი აი ეგ ზედაპირულად შესახედავი ხარისხი არ არის, ხო აზე არავის არა აქვს და შენზე აი ამდენი ორი ტრეკი კიდე ედო ხო აზე ტრეკებითაც უკვე უნდა იცოდნენ რომ აი მოიხოდება და კარგად გამოვა რა PvP-ზე რა ნაკითხულობის მიხედვითაც უნდა ხვდებოდეს მაგდანს რომ არ არის დასაკარგი ბიჭი რა და ასე და ასე რომ გამოქვეყნდა ეგ ყველაფერი და ნახა რომ არა იყვანეს ასე კაქტუს გრაინდი რო არის თუ არ ვწდები მანდარი დივაინი მე მგონი არ ვიცი იმიტომ და მანდაც ჩემ ბიცი აპიროს მე მგონი რაღაც იმიტომ რომ საბაშას მოგითხვა, საბაშა მყავდა ეხლა ხანს პოდკასტზე და მაგან თქვა რომ მანდვარო რა, კაქტუს გრაინდში და მე მგონი დივაინიც არის მანდ თუ არ ვწდები რა. დივაინიც არის ხოლმე. ნახოთ რა სიზამი. აგერ მე ვარ ახლა ერთ პროექტში, короче, просто მე არ ვცურებ არც თემი, просто productions უწევ თლიანად ბითების ხრივ flow rivals რა. აუ ეგ სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის, ახალი თემა რო დაიდო, ხო? ხო. რამდენიმე ბითი ახლა ეს სამი ბითი რაც მოგასმენინე, ორი აქედან იყო, არის მანდ ორი გამოიყენება მანდ. ორი ბითი. სხვათა შორის მაგ ხალხს თუ იცნობ კი არა და იცნობ რომ დამაკავშირო კარგი იქნება და ვისი ორგანიზებაც არის, კარგი იქნება რომ პოდკასტზე. კაი ბიჭები არიან, თავის საქმეს აკეთებენ როგორც შეუძლია. პოდკასტზე რეპერები არიან თვითონ? თვითონ რა სიმართლე გითხრა არ ვიცი, მაგრამ პროექტი თვითონ რომ მოხდეს, ერთი სამი ბიჭი დგას მე მგონი სათავეში. საინტერესო იქნება პოდკასტზე რომ გავშალოთ ეგ თემები, მაგრამ ეგ არის ონლაინ როგორც ვიცი ხო? ხო რა, ონლაინია, მე მგონი ისე ხდება რა. ცოტა რთული კი იქნება მაგის რეალიზება. მე კი ვიფიქრე ხო ღაზე ხარ აი ესეთ თემას მოვაყომარებთ, რომ აი თვითონ არტისტებმა ჩაწერონ თავიანთი ვოკალები. ვაზე ტელეფონში აი მე როგორც წერდი მაგალითად რა. ვაზე ხარ შეგიძლია დაამუშავო ტელეფონითაც ხმა რა, ოღონდ ისე რომ просто მოსასმენად ვარ გოდეს რა ისე არა რომ გაუშვა Spotify, iTunes-ი და დისტროკიდებიდან მთელი ამბები, ეგრე არა ხო აზე ხარ. ბევრ არტისტს ეგეც სჭირდება რომ იცოდეს, ხო აზე ხარ თავის ლიმიტი სათავდება რა, ეგ მაგიზიანებს ძალიან რა. ხო აზე ხარ და კრიტიკის მიუღებლობა კიდე რა. ახლა მაგალითად მე ახლა პროექტში ახლა Flow Rivals ახლა ჩემი ბითები არის ხო აზე ხარ რა და ჩემ ბიტზე ახლა თუ მე არ მომეწონა პირადად ახლა ვიღაცა როგორც შეასრულებს ესე გამოხატავ ახლა ჩემას ხო ხარ იმიტომ რომ ეს ახლა ჩემი სტანდარტები მაქვს რა ყველა ერთნაირად ხო რა ესე თუ ისე ყველა თავისას რასაც ანახებს ყველა ხარ მაინტერესებს რა მაგრამ ანუ ის თემა არის რომ ძალიან ბევრი ნახე ისეთი არტისტი რომ აი ხო აზე ხარ თითქოს რაღაცა სახეს ვახევ და იმენა რომ გეუბნებო სახეს ვახევო რა და ამ დროს აი ცოტა ისე რო არის რა ეხლა არის ხომ ამბობ დროს ბიტი მოუკალი თუ ბიტს ვკლავ თუ რაღაც ეგეთი თემა ხომ სახეს ვახევინდა მაგრამ ბიტს ვკლავ თუ რაღაც ეგეთი თემები აქვს ხოლმე რა ბიტი ვჭამე ვანიავე უნდა ეგა რა ანუ ურეთ აი ეგ თემა მიიღე კრიტიკა როგორიც არის რაც მაგრამ რა ვიცი არავინ არ აუბნება არავის იმისთვის რომ დათქმოს ხო აზე ხარ რა მართალია იმასაც აქვს მნიშვნელობა როგორ ეტყვი ადამიანს ხო აზე ხარ რა ახლა თუ მიდიხარ და ეუბნები ხო აზე ხარ ბანძობა არის ხო არ მომწონს მეთქი და არავინ არ მოусმენს ხო აი ასნე რაღაც გაუტყდება რატომ ეუბნები ეგრეო რა ჩემი ის არის ხო ჩემი შვილია ხო გეტყვის ხო აზე ხარ ჩემი მოხდილი ტრეკი არისო რა არა ხო აზე ხარ ჯგრულად აუხსნა რა შენ როგორც ბიტმეიკერი ამ შემთხვევაში გუნდს დასულჩადებ გააკეთებ და მე იქ როგორ გარეპავენ უკვე თავისი არის რა ხო აზე ხარ თავის გზა უნდა მონახოს მე ბიტმა რა იბედია შეჭამთ ყველა ბიცა თქო ძალიან შიერზე იბაზოთ იმედი რაღაც დღეს მე სპეციალურად რა ვიცი ერთ სალი ბანანი მჭამე და ისე გამოვედი რომ არ მომეძინოს არა მე ეგეთი ძალიან ის არის ყავაც მივირთვით კი ყავა მე მაგარი დოპინგი მომცა ეხლა ბოლოსკე რომ გავიდეთ ნელა თუმცა ძალიან მსიაუნებს ეს ყველაფერი მაგრამ ხა 5 საათიანს ხო ვერ გააკეთებ ხა პოდკასტს მაგრამ კიდე მოგიწევ მე ისეც გავაკეთო ჩემდეში რომ ნოუთბუქები რაღაცები აქვე ბიტები ავაწყოთ თემები რაღაცები რასაც დღეს ვაპირებდით და დასაწყისში უფრო ჯობდა რომ მეკითხა მაგრამ დასასრულისკენ ვიკითხავ რატო აზრაელი მოკლედ აი ძალიან ბანალური მიზეზი მაქვს მაგრამ აი უყურე ასე აგიხსნი ხო უსმენ მეტალს და მეტალი მეოსება მაგრად რა აი просто უკვე ხასიათია დამოკიდებული რაც უფრო აი აჭრილი ვარ და რაც უფრო დაგადაღლილი და თემი მაშინ უფრო მისწორდება რა და უსმენ ერთ-ერთ ბენდს ლორნა შოუ ქვია რა ვაზე ხარ და ძალიან მაგარი ვოკალისტი ყავთ აი ტიპი ისე თავის ხმის ზიოგებს ისე რაღაცას უკეთებს
და მეც გამოდიოდა ვოკალის მეტალის სკრიმი და თემები, მაგრამ ახლა იმდენად აღარ გამოდის, მაგრამ ტიპი ანუ ხმას ისე იდაბლებს და ისე იმაღლებს და თემები ყველაზე ხარ ძალიან იჭერი და ერთ მომენტში ამბობს Azrael guiding me beyond the veil რა. ხო და Azrael რო დავგუგლე ამოაგდო რომ კაროჩე იყო კარების ცველი რა, ანუ ჯოჯოხის კარიბჭის ცველი. ყველაზე ხარ აგერ მითოლოგიურად რო ვენდო მითოლოგიურად რა, როგორც წერია იქ რა, ვიკიპედიაში და თელომებში რა და გადავაკვირდი და ბევრი არტისტი არ არის Azrael, არ არის ბევრი არტისტი Azraeli რა და არიან Azazeli და Azrieli და Ezrealები და თემები და ხოლმე ხარ დავაკვირდი რა, Instagram-ზე დავიწერე Azraeli პროსტო და ვაკვირდები ჩემ პროფაილს რა, ანუ ხო აწერ სახე ჩემ ფოტო გავხსენი და Azraeli წერია და მაგრამ ხდება რომ Azraeli წერია რა. მარტივი ხოლმე ხარ, არაფერი ზედბედის არ არის ხოლმე ხარ, მე მიხდება რომ Azraeli ქვია ხოლმე ხარ და ანუ ვაკ-პონჩი რა, ანუ ძალიან მარტივი არის ჩემთვის და ძალიან მევასება ეგ თვითონ ანუ დაცემული ანგელოზების იდეები და თვითონ ანუ მითოლოგია მევასება მაგრად და რა ვიცი ძალიან ლეგენდების მევასება ძალიან რა ვაფშე დავირქმევდი ამ ბაფომეც გიჟობას დავირქმევდი რაღაცას, მაგრამ Azrael-ზე შევჯერდი რა. მაგრამ ის მომენტიც მაქვს რომ აი ბევრი სახელი უფრო მაქვს რა, ანუ ყურე ერთი ხო მაქვს ეს Azraeli, ეს Azraeli პო stage name-ზე Azrael სიტყვი რომ Azraeli ვარ, მაგრამ აი კიდე Instagram-ზე მიწერია heavy low and hitter, ანუ ძიმე ქვედაბოლოს მწმელი რა, ხოლმე პირდაპირ ეს ადგიწერია Instagram-ზე. ეხა ხალხსაც ნუარე მთლიანობაში. ხო რა, ეგრე მიწერია Instagram-ზე რა. ფიქსებული კი იქნება შენ Instagram-ი თუ იმეს რამე დაჭირდება. მოკლედ დასასრულისკენაც გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ. მე მგონი თქვენც ისიამოვნეთ, მე ესე მგონი, იმიტომ რომ მე ვისიამოვნე პირადად. თავისთავად. ასევე ორი ტრეკი იყო უკვე წაკითხული და ეხა დასასრულს კიდე მესამე ტრეკსაც წაიკითხავს აუცილებლად Azraeli. შერასტყვი რამე ისეთი ხო არ იყო მაგალითად ისი დამატებაც გინდა ან დაუშვათ ვერ ვთქვით ან რამე ისეთი რაც არ კითხე. ყველაფერი მშვენივრად იყო, აგერ შეკითხვებიც ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო შეკითხვები და მისვი და ძალიან კაი დიალოგები გქონდა და იმედია გაუსწორდება ჩვენს მაყურებელს და ესე გამოიწერეთ და დაალაიქეთ უეჭველი როგორც იყო ნათქვამი და ერთ რაც დამამატე უეჭველი საქმის ყურში იყავით რა და იცოდეთ რომ ძალიან ბევრი კონტენტი და ძალიან ბევრი რაღაც წამოვა ჩემი მხრიდანაც რა, კოლაბორაციების და ყველაფერი იქნება, გეგმები მაქვს რაღაცეები და Divine Rains-დანაც რაც ვახსენე, ეგეც გაითვალისწინეთ, მე და ეგ ბიჭი უეჭველი ვიმუშავებთ ერთად. თუ რამეში დაგჭირდები ამ თემებში კი იცი, შენ გვერდზე ვარ და ნებისმიერ რეპერის გვერდზე ვინც რამეს აკეთებს რა. რა ვიცი, მე მგონი ეგ არის რა. ჩაარტყე. შენ. Ja. პირველი დაიკარგა ახალი მოდის მე და თორნიკემ ერთი ჩავწერეთ და გავმაზე კი არა სულ ახალი მე მოვიტანე სულ ახალი ზახოდი ახრიდან მე გავიღვიძე დემონი და მიზახე ახალი ზახოდი მომაქვს ბიჭო მეასამის ფერი თვალები გადმოვარდა ბიჭო ვავი დემონი ერთ ღამეს დავიყარი ბიჭო მე რამდენად გითხარი რომ ვალი კვალია ბიჭო ვალთას და ბალთას ბიჭო დამინახეს მან ახალი ხოდი მომაქვს და დაიჭირე გეყოფა კი არა მე არაფერი არაზროს ყოფნის იმიტომ რომ მეტის მუღამი მე ყოველთვის საქმარ ლომი დამიძახე ბიჭო ნაბოს არის ხასიათის ისეთი ხასიათი მოქვს ბიჭო მეკარგებოდა მუღამი და მეგობრობა არაფერი ზედმეტი არ მჭირდება ბიჭო არავისთან მე ნუმედრები არ მინდოდა იმიტომ რომ გამემაზა ეს ხოდი ახალი ჩაიწერა და ახალი ესო მოდის ბიჭო დაიკარგა პირველი თეიქი მე ვამბობ მაგრამ ბიჭებს არ გვაწუხებს ახალს რაღაცას ვამბობ სულ ახალი არის იმიტომ რომ მომინდა ჩემს twin-ში ახალი რაღაც ყალიბდება დასხო ბითმა მერე ახლიდან რომ მოვედი ბიჭო ისეთი ზახოდი გვანში მე გამოვედი ბიჭო დავიკარგე მეგონა და მომიყვანე საკ ბიჭო ისეთი პოდკასტი აქვს რომ მოიხოდება შეკითხვები მოდის ისეთი ყველაფერს პასუხსემ ბიჭო რამე რომ ავიწყებოდეს აღარ ვიხსენებ ბიჭო დასავიწყი ნაშა ბიჭო რაში მჭირდება იმიტომ რომ ახალი რაღაც რამე მომინდება ბიჭო მიქშერები მე დამილაგე საკ ბიჭო რასაც ხედავ ყველაფერს ერთმანეთს ვახსენებ ბიჭო მე მინდა რომ ახალი რაღაცა მოვიდეს ეს არ არის რეპი ეს არის ბიჭო ბაზარი არის ბიჭო ისეთი ყველაფერზე მებაზრობა რაც კი მომინდება ყველაფერი ერთმანეთზე გმობს დავმე ბიჭო ისეთი ვიღაცა მე ვიპოვეს ვიღაც მეკითხება მე კი პასუხს არ გავაგონებ ხაზი ისეთი ბიჭო გასახაზება
შემიშალა. არის ძმაო ზეპირა? ზეპირი ვაფრისტაილებ ახლა, ხო ვიფიქრებ. ტექსტი არის, უკვე დასწრებული. ვაფშე. ეს ფრისტაილია? სამივეზე? კი. იმედია ძალიან გამწადები ისა. არა. გავწამდებით. არა. წავით. აი ახლა მოსაშო ჩემი დაკეთე, ხო? მესამე და სამართალი როგორც ვთქვი. აი ახლა იქნება ნაღდი. წავით. სხვაში ვერაგერეოდეს ხო მაგის თავს აპირებდი. არა უშვის, მაინც ის არის. პირდებ უფრო კაი, იმიტომ რომ ფრისტაილი ვარი. ხანდახან შეეშლება ხან ადამიანს, იმიტომ რომ ფრისტაილია. მუღამი აქვს რა. არახერთიც ეგ შემოწმო და მე მესამედან. ეს ახლა სიმართლე გითხრა, ჩემპიონში როლსმენი. სადაც როგორი რომ ნიკი სლოუ გადასვლა იქნებოდა რა. არა ის რაღაც სლოუო თუ ისა რაღაცა იხმარე, რაღაცა ეგეთი იხმარე თუ რაღაცა და გვერდებში. კაია. ერთიც გადმომაწოდე და და მე სულ გამოწოდებული ვარ ისე ჩემს. გამოიწოს იქ. სულად არც ერთი არ გამიფრისტაილებ. არა, პირიქით. ის იქნება რა. ცოცხალია, ანდა მგონი მოგეშწევს. ვაიმე. ხმა ქონდა ჩას. არა, ბოდიშ. არა უშოს. ბოდიშ. თავარია ტვინში მასალა. აქედან ხმა შედიოდა შენი? ნუ აღოს მომჩი მესმოდა ჩემი ხმა. აი ხო, ეხლა გათშურია, მე ილობარაგე. ეხლა გესმის შენი ხმა, იმიტომ რომ შენ უიდან გესმოდა, ეხლა ნახე. ხო, უფრო მესმის. ახლა იმენა უში ვიქო. ხო, და ეგ იყო, გამიკვირდა მეთქი რაღაცა ბიჭო ხმა. ეგეთები ცოტა გახავდი ჩილა.